დღეს არის შაბათი 4 ოქტომბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 21 სექტემბერი და დღევანდელი დღის შესახებ გვისაუბრია, მაგრამ გვაქვს კიდევ ახალი გარემოებები, ესე რომ ვთქვათ. დღეს არის ხსენება წმინდა ლაუტონ კუტანელის სენ-ლო, ეს არის საუბარი 309 და ასევე დღეს არის ხსენება წმინდა დიმიტრი როსტოველის, რომელიც ბევრი დამსახურება აქვს ეკლესიის წინაშე, მაგრამ მას აქვს შექმნილი აი წმინდათა ცხოვრება, რომელიც არის აი ფასდაუდებელი, შეიძლება ითქვას, დიდი შრომა გაწია თავის დროზე და მის შესახებ არის საუბარი 315. და დღეს გვაქვს გარემოებები, ესე რომ ვთქვათ, ახალი, ჩვენ გვაქვს წმინდა ნაწილი, წმინდა იფიგენიასი, ანუ ეფიგენიასი, ორივენაირად გამოითქმის, ჩვენ ეფიგენიას ვიყენებ სიტყვას ეფიგენია, ლათინური ტრანსკრიფცია ეგეთი და ეს არის ეფიგენია ეთიოპიელი. და აი, ესე იგი, სანამ თვითონ ეფიგენიაზე გადავალ, უბრალოდ გადასულები ვართ ეფიგენიაზე, ეფიგენიის შესახებ უნდა მოგიყვეთ, მაგრამ ჯერ სანამ დავიწყებ უშუალოდ მის შესახებ, მის კონკრეტულად მისი ცხოვრების შესახებ, მინდა გითხრათ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რამ ზოგადად. რომ წმინდა ეფიგენიას ცხოვრება და წმინდა ცხოვრება ალბათ უფრო არსებითად არის დაკავშირებული მათე მახარებელთან, წმინდა მათესთან, განუყოფელია ფაქტიურად და ხსენებაც მათე არის ერთად. ოღონდ დღეს არის 21 სექტემბერი და დღეს არის ერთად მათე მახარებლის და ეფიგენიას ხსენება, ორივესი არის დასავლური ტრადიციის მიხედვით. და აღმოსავლური ტრადიციით მათე მახარებლის ხსენება არის 16 ნოემბერს. და სხვათა შორის წელს დამოვიწყდა მე თქვა 25 წელია, 2025 წელი, წელს ემთხვევა შაბათს. ასე რომ ჩვენ რაღაცა დროის შემდეგ ისევ წმინდა მათე მახარებელს მიუბრუნდებით და ეფიგენიასაც რა თქმა უნდა ვახსენებთ, მაგრამ იმის გამო რომ თავისთავად ძალიან დიდი მასალაა განსაკუთრებით აი მათეზე თალკე კიდე, ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება ცუდი აზრი არ არის, რომ დღეს ვისაუბროთ ეფიგენიას შესახებ, იმიტომ რომ აი ამ 16 ნოემბერს ეფიგენიაზე საუბარი, უბრალოდ ძალიან დიდი საუბარი გამოვა. და ამიტომ შეიძლება პირობითად ესე გავყოთ, რომ ეფიგენიას ხსენება არ არის არსად აღმოსავლურ ეკლესიაში ეს ტრადიცია და იყოს დღეს. მიზეზი კი გვაქვს ამისი, იმიტომ რომ ისეთი გადმოცემები არსებობს და ისეთი ჯერთი წმინდა ნაწილი გვაქვს ეფიგენიის. ეხლა რატო ვლაპარაკობ ამას ყველაფერს? იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მათე მახარებელზე ესე არის აი წყაროების მიხედვით, რომ მათე მახარებლის შესახებ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცით, რაც სახარებაშია მხოლოდ მასზე ნათქვამი და ის შემდეგ უკვე აღარ ვიცით. შემდეგ უკვე არის მხოლოდ გადმოცემები, სხვადასხვა გადმოცემები და ერთ-ერთი გადმოცემა სწორედ არის ეს, რომელზეც ახლა დღეს მოგიყვებით, ეს არის მათე მახარებლის ქადაგება ეთიოპიაში. ოღონდ აი ამ ეთიოპია, საერთოდ მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ ეს გადმოცემებია, კიდევ დიდი ბუნდოვანებაა ძალიან ამ გადმოცემებში და ეხლა ყველაფერს მოგიყვებით რა ის მდგომარეობს. ანუ ჩვენ ჯერ ეფიგენიაზე ვერ გადავდივართ, ჩვენ ჯერ უნდა მათე მახარებელს გავყვეთ, ესე რომ ვთქვათ, სად წავიდა და სად იქადაგა მან. და ნახეთ რა გააკეთა მათე მახარებელმა სავარაუდოდ. ეხლა რასაც თქვენ გიყვებით, ეს არის მე-9 საუკუნეებიდან უკვე ჩანაწერი გვაქვს და აი მაგ პერიოდის არის მიაწერენ ვინმე აბდია პირველი ეპისკოპოსი ბაბილონის, რომელიც ისტორიულად ამ აბდიას არსებობა არ დასტურდება. ისტორიული წყაროების მიხედვით ბაბილონის პირველი ეპისკოპოსი აბდია არ არის არსად ფიქსირებული. ამიტომ
ამ ნაწარმოებს ეს არის მოციქულთა საქმენი ფაქტიურად საქმენი კი არა ესე იგი ესე ქვია ისტორია მოციქულების ისტორია virtutes apostolorum ეს არის ლათინური აპოკრიფია იმიტომ რომ ხო გეუბნებით აპოკრიფია მაგრამ ძალიან საინტერესო აპოკრიფია ესე იგი მოციქულების მოღვაწეობა ზოგადად ესე არის და ამიტომ ამას ფსევდოაბდია სახელით არის ცნობილი ანუ ფსევდოაბდია მოციქულთა ისტორია ეს არის მე-19 საუკუნის ლათინური ძეგლი და იქ ესე იგი თვითონ ამ ნაწარმო 10 წიგნია 10 წიგნად არის ესა და მე-7 წიგნი არის მათეს შესახებ მე-7 წიგნი და აქ ესე იგი ამის აქ წერია თვითონ რომ ეს არის ბერძნულიდან ნათარგმნი ოღონდ რა თქმა უნდა ბერძნულშიც არავითარი წყარო არ მოეპოვება ამას თვითონ ეს არის მე ბერძნულად ნათარგმნი და მოკლედ ესეთი ეს ერთი მეორე ეს საკითხი თავის დროზე შეისწავლა მე-13 საუკუნის ავტორი, რომელიც არაერთხელ გვიხსენებია, ეს არის იაკობ ვორაგინელი. იაკობ ვორაგინელი, ესე იგი ვორაგინი, ანუ ბარაცე დღეს ესე ქვია ამ ქალაქს, ეს არის მისი მშობლიური ქალაქი, საიდანაც იყო წარმოშობილი და სადაც შემდეგ დაასაფლავეს, რო გარდაიცვალა, ისე იგი იყო გენუის მთავარეპისკოპოსი. ოღონდ ეს არის 1228-1298, ანუ განყოფის შემდეგ არის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი იყო მეცნიერი, ნამდვილი მეცნიერი და მაშინ არსებული წყაროების მიხედვით მან რამდენადაც შესაძლებელი იყო შეისწავლა და არაჩვეულებრივი წიგნი აქვს დაწერილი ოქროს ლეგენდა შემოკლებით ასე ქვია ლეგენდა აურეა აი ამ ოქროს ლეგენდას დიდი წიგნია საკმაოდ ორი ტომია და იქ არის ბევრი ძალიან საინტერესო დეტალი წმინდანების შესახებ ზოგადად ისეთი წმინდანების შესახებ აქვს ხშირად რომ არც კი ეს რომ არა ეს ოქროს ლეგენდა არ გვეცოდინებოდა მათი არსებობა ასე რომ ამას ვერ დაუწუნებთ ლათინ ავტორებს ამას ვერ დაუწუნებთ რომ ისინი ძალიან ყურადღებით ექცეოდნენ წმინდანთა ცხოვრებას და მოკლედ მეორე წიგნის მე-7 თავი არის მათე მოციქულის წამება ესე ქვია რომელიც ძირითადად აი ამ აბდიას თუ ფსევდოაბდიას მოკლედ აი მოციქულთა ისტორიას ძირითადად ამას ეყრდნობა სხვა წყაროებიდანაც აქვს როგორც ჩანს მოპოვებული მაგრამ ძირითადად ამას ეყრდნობა და დავიწყოთ აი რა წერია იქ ძალიან მოკლედ ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ ახლა ესე თვითონ ამბავი არის ძალიან შთამბეჭდავი. პირველივე სიტყვიდან იქ ესე იგი უკვე არის ძალიან საინტერესო რა ვთქვათ. გამოკვლევის და ძიების საქმეა ჯერ კიდევ ეს ყველაფერი. ნახეთ რა უწერია, რომ მათემ აქ მათეს შესახებ მე როცა მათეზე ვისაუბრებთ, ძალიან საინტერესო რაღაცები უწერია, სახელი რას ნიშნავს, ასე შემდეგ და აი სახარების მოკლედ აი ამ სახარებაში რა სწავლდება მათეზე ისტორია, ამის შემდეგ ხდება რომ მათე მიდის საქადაგებლად ეთიოპიაში. ოღონდ აი ეს ეთიოპია რას ნიშნავს? ეს არის აი ერთ-ერთი მთავარი დიდი კითხვის ნიშანი, ესე რომ ვთქვათ რა. ოღონდ ნახეთ აქ არის რაღაცა პატარა მინიშნება. თვითონ სახარებაშიც მინიშნება, იმიტომ რომ მათე მიდის აქ ამ იაკობ ვორაგინელის თუ ამ ფსევდოაბდიას თუ აბდიუსის აბდია, ანუ წინასწარმეტყველი აბდიას სახელი ქვია და აბდიას მიხედვით მიდის ეთიოპიაში, ოღონდ ზოგადად კი მიდის საქადაგებლად, რა თქმა უნდა, ოღონდ მიდის ვისთან? ვისთან და საჭურისთან. საჭურისთან, რომელიც მოციქულთა საქმეში არის მოხსენებული ეთიოპიელი და ქართულ ტექსტებში არის ჰინდუი, საჭურისი ჰინდუი კანდაკისი. ესე იგი კანდაკისი ხა არის მთელი ამბავი. ეს კანდაკი სახარებაში მოხსენებულია როგორც სახელი, დედოფალი კანდაკის საჭურისი. ოღონდ მარტო საჭურისი კი არა, ესე იგი ეს არის აი იმას წაგიკითხავთ როგორ წერია საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლის ამას ჰინდოეთისა რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა ანუ მეჭურჭლე თუ ხუცესია მისი
და ანუ ეს არის ფაქტიურად, არ ვიცი რა ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი, რო წარმოვიდგინოთ, აი ამ დედოფლის ესა. ეხლა აქ სახარებაში, რა თქმა უნდა, იქ განმარტებები აწერია, ვინ არის ეს კანდაკი. ოღონდ აი აქ არის ძალიან საინტერესო რამ. ეს ახლა მე უკვე ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ კანდაკი ეს არის დაახლოებით სიტყვა იმპერატრიცა. იმპერატრიცა ეს არის 6 კანდაკი არის ისტორიულად ცნობილი, თანმიმდევრულად 6 კანდაკი და ძირითადად ესენი თვითონ იყვნენ მმართველები და მათ შორის იყვნენ კიდე ისინი, რომელიც მეფის ცოლები იყვნენ, ესე რომ ვთქვათ რა. იმპერატრიცა კი იყო, ოღონდ იმპერატორის ცოლი იყო. და ეხლა რა იმპერიაზეა ლაპარაკი, ეს არის ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა, არავით არის ინდოეთი, აქ დღევანდელი ისტორიაზე უკვე გეოგრაფიული ინდოეთი არ იგულისხმება. იმიტომ რომ აქ რო წერია ძველ ქართულ ტექსტში ინდოეთი, ეს ინდოეთი სხვაგან ყველგან წერია როგორც ეთიოპია. და აქ არის ერთი კიდე ძალიან საინტერესო ფაქტორი, ეს არის ეთიოპია, ოღონდ არც დღევანდელი გეოგრაფიული ეთიოპია არ იგულისხმება აქ. აქ არის გულისხმება გეოგრაფია არ იგულისხმება, გეოგრაფიული მდგომარეობა სახელმწიფოს. არამედ აქ იგულისხმება კანის ფერი. ეხლა რატო? იმიტომ რომ მაგალითად ლათინურში, რა ქვია, სლავურ ტექსტში არის მურინ, მაგალითად მოსე შავი წმინდანი სლავურად არის მაისეი მურინ. ხო და ყველგან სხვა ლათინურ ტექსტებში, ბერძნულში არის ეთიოპია. ოღონდ ეს ეთიოპია, ახლა რა თქმა უნდა, მე რასაც გეუბნებით, ესეც ვარაუდია, იგულისხმება კანისფერი. რაც შეეხება გეოგრაფიულად სად იყო ეს? ეს არის ძალიან საინტერესო ამბავი. ეს არის ქუშის სამეფო, ესე ერქვა, ქუშის სამეფო ერქვა, იმიტომ რომ აქ იგულისხმება ქამის, სემი, ქამი და იაფეტი, ხო, ნოეს შვილები. ქამის შთამომავლობაზეა ლაპარაკი და ქამის შვილიშვილი ერთ-ერთი იყო ქუში, რომელსაც თავისი იმპერია დააარსა. ეს არის დღევანდელი, დღეს არის სუდანის ტერიტორია, რომელიც გეოგრაფიულ ეთიოპიათაც კი მოიაზრება ეთიოპიათ, იმიტომ რომ ეს არის, ესე რომ ვთქვათ, არაბეთის ნახევარკუნძულია და ამ ფაქტიურად ესე იგი ეს ეგვიპტის სამეფოს ნაწილი იყო მაშინ და ამ ნაპატა, ესე ქვია, ესე იგი იქ აქვს ამას მოხსენებული ეთიოპიის ქალაქ ნადაბერი. ესე იგი ეს ამ ფსევდოავდიასაც და იაკობ ორაგინელსაც ეს სიტყვა აქვს ნახსენები ნადაბერი, რომელიც საერთოდ აღარსად აღარ გვხვდება მარტო ამ ტექსტში ესეთი ტრანსკრიფციით. ანუ ესე იგი ესეთი ჟღერადობით სიტყვა ნადაბერი, რაღაცა მსგავსი შეიძლება ალბათ გეოგრაფიულად მოვიზიოთ დღეს, მაგალითად იგივე ინდოეთში, მაგრამ თვითონ ეს სად არის ეს ქალაქი ნადაბერი, ამის თქვა, უბრალოდ არ არსებობს, არავით არ მითითება. და ნაპატა არის დედაქალაქი მაშინდელი ქუშის სახელმწიფოს და ეს ქალაქი დღეს არსებობს და აქ არის, რა გითხრათ, ესე იგი, ეს ძალიან ზედაპირული ჩაძიებით, საოცარი ძეგლები არსებობს, იუნესკოს ფარველობის ქვეშ არის, თუმცა ვერავითარ ფარველობას იუნესკო ვერ უწევს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მომინდა ნაპატაში წასვლა და ამ ყველა ქრისტიანული ტაძრებია, იქ კიდე ნანგრევები, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი ომი და ისეთი ის არის იქ, რომ არავით არის გამორიცხულია, ესე იგი ნაპატაში დღეს მოხვედრა, თუ მეტეს რომ ვიზის გარეშე არ უშვებენ ამ ქვეყანაში და ამ ვიზას რაღაც რამდენიმე თვე უნდა ელოდო, ისიც კაიროში არის, ესე იგი საელჩო, ამათი გონი სხვაგან არც არის არსად. ხო და მოკლედ რთული მხარეა და ცხადია, რომ ეს არის გაგრძელება აი ამ სემი, ქამი და იაფეტი, ხო, ქამი ხო დაწყევლა, უბრალოდ ქამის შვილი დაწყევლა და რაღაცა ბედის წერაა მათი ეთყობა, სულ ამ მხარეში, სულ ეს ომები, სულ ეს უბედურება, მოკლედ ვერ მიეკარები ახლოს, სამწუხაროდ ესეა. ჩვენ გავაგრძელოთ, ესე იგი, ეს ამაზე მოგახსენეთ, ესე იგი
ეს კანდაკა უკვე მოგახსენეთ ნუბია იყო ეს რეგიონი საერთოდ ესე ერქვა ნუბია და ეს არის ნილოსის ნაპირზე და დაახლოებით ესე იგი როგორც მოგახსენეთ ხო ეხლა რა უნდა გაჩვენოთ კიდე ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ეს არის ამანიტორ ერთ-ერთი კანდაკი ამანიტორე სახელად აი ეს არის უძველესი ბარელიეფია იმ პერიოდში არის დაახლოებით შეიძლება ეს ამანიტორე იყო და შეიძლება არა ну ესე ამასაც ვერ ვიტყვით თუთ როცა ეს ეთიოპიელი საჭურისი მოინათლა ეხლა რატო არის საინტერესო იმიტომ რომ ფილიპე მოციქულმა მონათლა ეხლა ესეც უნდა გაჩვენოთ აი ფილიპე მოციქული აი ამ ეს მე-19 საუკუნის მინიატურაა აი ეტლში ეს საქმე მოციქულთაში არის აღწერილი ეს არის საქმე მოციქულთა ეხლა გეტყვით ზუსტად საქმე მერვე თავის 27 ნუ მერვე თავში არის აღწერილი ფილიპე მოციქული როგორ ეტლში სულიწმიდამ როგორ მიიყვანა და მოკლედ ეს საჭურისი მოინათლა საჭურისის სახელია ცნობილი სხვათა შორის ეს არის საჭურისი ჯანდარადა ამიტომ ახლა ჩვენ სახელით მოვიხსენებთ და მოკლედ ამ ჯანდარადასთან მიდის რომელიც ნაპატაში ცხოვრობს ნაპატიდან იყო და რა თქმა უნდა ეხლა ნახეთ კიდევ ერთი პატარა შესავალი და უკვე გადავდივართ შემდეგ ამბავზე რა თქმა უნდა მოციქულები ხო უნდა იქადაგონ კიდეთა ქვეყანისათა და რა თქმა უნდა ეს საშინელი ქვეყანაა და რა თქმა უნდა მძიმე გარემოებაა თან ესე იგი ხო გეუბნებით ეს ну ისტორიული ამბებიც არის განსხვავდებიან შავკანიანები არიან ესენი და ну ეხლა თანდათანობით მიდის სამყარო იქითკენ რომ ეს რასიზმი ცუდია მაგრამ ну ეს რასიზმი მარტო თეთრკანიანების შავკანიანების მიმართ სიძულვილი კი არ არის შავკანიანების სიძულვილიც არის თეთრკანიანების მიმართ მოკლედ ეს რასობრივი სხვა რასაა რა მოკლედ და მაინც მიდის რა თქმა უნდა მათემატიკული საქადაგებლად და მიდის ისედაც წავიდოდა მაგრამ ნუ აქ ეგულება ესეთი ადამიანი რა თქმა უნდა სახარებაში აღარ წერია ის წავიდა მონათლული კაცი წავიდა მაგრამ საწავიდა ის ხო ქრისტიანია ხო უნდა იმას რაღაც ხარდაჭერა და მოკლედ მათე მიდის აი ამ ჯანდარადასთან მიდის ჩადის აი ამის ქალაქში რა თქმა უნდა ეს ჯანდარადა დიდი სიხარულით ხდება მათემატიკულს მიიღებს და აძლევს ესე იგი საშუალებას რომ იქადაგოს იქა. იმიტომ თვითონაც ქადაგებს, მაგრამ მის ქადაგებას ჭირდება მხარდაჭერა, ხო? ეხლა აქ არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ესე იგი ეს ჯანდარადა რომ ჩადის მათეს ეკითხება რომ ნუ ხა მათეს არ ვიცი პირადად იცნობდა თუ არა მაშინ ფილიპემ რომ მონათლა არ ვიცი მანამდე ალბათ არ იცნობდა მოკლედ ჩადის ახლა ეს ახალი პიროვნება ამისთვის და ხედავს რომ ეს მათე ესე იგი ყველას თავის ენაზე ესა იხა იმ ქუშის სამეფოშიც სხვადასხვა ნაციონალობის ადამიანები რა თქმა უნდა არსებობდნენ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და მათე ყველას თავის ენაზე ელაპარაკება რა და გაკვირვებული ეკითხება ეგ ამით იწყება მოკლედ ახლა ეს ისტორია რომ გაკვირვებული ეკითხება რომ კი მაგრამ საიდან იცი შენ ამდენი ენა და როგორ ელაპარაკები ამდენ ენაზე როგორ ყველას თავის ენაზე როგორ ახერხებ და მათე უყვება მას ესეთ რამეს რომ ესე იგი ეს მოხდა სულიწმიდის გარდამოსვლისას რაც არ იცის ამ ჯანდარადამ არ იცის ეს ეხლა რატო არ იცის გეტყვით ამასაც მოკლედ მათე უყვება რომ სულიწმიდის გარდამოსვლისას ეს მადლი გადმოვიდა ჩვენზე და ყველა ვინც იქ იყო დაიწყო სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი და ეს ყველაფერი კი დაიწყო ბევრად უფრო ადრე, როდესაც ადამიანებმა აი სწორედ ის ქუშის სამეფოს დაარსების პერიოდია ესა დაახლოებით, ქუშის იმპერია ესე რომ ვთქვათ და აი აქ მოხდა ეს, რომ ადამიანებმა მოილაპარაკეს, რომ დიდი ააშენონ დიდი კოშკი, გოდოლი და ზეცამდე ავიდნენ და მოკლედ აი ესე იგი ღმერთის ადგილი დაიკავა ფაქტიურად და ნუ ეს რომ დაინგრა ბაბილონის გოდოლი ხო დაინგრა ღმერთმა დაანგრია. ოღონდ მე აღარ არის ნათქვამი
ის რომ ესენი ამათმა რა გადაწყვიტეს მე რომ დაინგრა ეს გოდოლი რა მოყვა და ენები აურია იმიტომ რომ ენები რო არაერია ანუ სხვადასხვა ენებზე დაიწყო ხალხმა ლაპარაკი აქედან მოყოლებული იმიტომ რომ ეს რო არ მომხდარიყო კიდევ აშენებდნენ იმ დანგრეული გოდოლის აშენებას არ მოეშვებოდნენ მოკლედ ეს ადამიანები და ეხლა გარდა მოვიდა სულიწმინდის მადლი და მოციქულებს მიანიჭა ეს ერთი ენა, ესე რომ ვთქვათ, ანუ ყველა ენაზე ლაპარაკის უნარი, იმიტომ რომ ახალი გოდოლი ააშენონ სიკეთის და სათნოებების მოციქულები ახალ გოდოლს, ანუ ზეცა დამავალ გზაზე, ესე იგი, ამ შენობას აგებენ სათნოებებისგან და აი ამ სათნოებების გავლით ადამიანის ზეცაში უნდა მოხდეს. აი ესეთ რამეს ეუნება მათე ამ ჯანდარადას და მოკლედ აქედან იწყება და ასე აი იმას ქადაგებს ესე იგი. მოკლედ აი ძირითადი ქადაგების თემა მათემატიკულის აი ამან განაპირობა. იმიტომ რომ რასაც ამ ჯანდარადას ეუნება, ეს აინტერესებს ხალხს და ეს ამ ხალხს უყვება და ეხლა დავიწყოთ. მოკლედ ვიღაც ორი ჯადოქარი, ესე რომ ვთქვათ, ჯადოქარი მოდის, ეუნებიან მათეს, ამათი გონის სახელებიც არის სადღაცა. Ну, ნახავ და მე გეტყვით, თუმცა ეხლა არაფერში არ გვაინტერესებს ამათი სახელები. ერთams ვერ პარავშოს გამიშტება. მოკლედ ეს ორი ჯადოქარი მოდის ამათთან აფრთხილებენ რომ მოდის ორი ჯადოქარი და მოყავთ ორი გველეშაპი თუ ურჩხული უბრალოდ გველეშაპი კი არა ურჩხული რაღაცა ну იქ არის სიტყვა ლათინურად დრაკონი ნახმარიდან ნუ ქართლათაც გვესმის ხო ეს ურჩხული ორი ურჩხული მოყავთ თითო ურჩხული და ეს ურჩხულები მათ ესეუნებიან რომ ცხვირიდან და პირიდან ცეცხლს უშვებენ და მოკლედ ვიზეც ესენი მიუშვებენ ამ ურჩხულებს ნუ ყველას კლავენ და ნუ რაღაცა საშინელება ხდება ამით აშინებენ ხალხს რომ დაიჯერონ ამ ჯადოქრების ნათქვამი ესე რომ თქვა და მათესთან მოვლენ ესე რომ მოახლოვდებიან მათე როგორც კი შეხედავს ამ ურჩხულებს ამით ჩაეძინებათ ესე ურჩხულებს დადებენ ეს ურჩხულები ძირს თავს და მოკლედ რაღაცა ესეთ გვიანდელი მაგრამ ეს გამოსახულებაც არსებობს მოკლედ მათე ამ ურჩხულებს დააძინებს და ყველას თვალწინ ესე იგი ამ ჯადოქრებს ამხილებს და ну ესენი მიდიან მე მოკლედ მე იაკობ ორაგინელსაც უწერია სადაც წავიდნენ ეს ჯადოქრები ну გადააშენებს ამ ქვეყნიდან და მიდიან მე სადაც სიმონ კანანელი და იუდა მოციქული ქადაგებენ და მე ისინი საბოლოოდ მოკლედ ამათ ამხელენ და რაღაცა ეხლა აი ამ დროს როდესაც ეს ხდება სანამ ამათ გაისტუმრებს ესე რომ ვთქვათ მათე მოციქული როგორ ხდება საერთოდ ამათი მხილება ნახეთ ესე იგი უცებ მოდის ამბავი რომ ქალაქში ნაპატაში ну ამ ნაპატაში კი არა მოდი ესე ვთქვათ როგორ წერია ეს არის ნადაბერი ამ ქალაქ ნადაბერში სამეფო ქალაქია დედაქალაქი მოკლედ ამ ნადაბერში არის ესე იგი აჯანყება მოხდა უეცრად აჯანყება მოხდა რომელსაც მეფის ვაჟი შეეწირა ხო გეუბნებით ეს კანდაკები ზოგი მეფის ცოლზეა ლაპარაკი და ზოგი თვითონ ამ ქალ იმპერატრიცაზე და ეხა აქაც ნუ ეს ისეთი რთულია ეს გადმოცემა და აქ დაზუსტება ეს ის კანდაკია რომელიც სახარებაშია მოხსენებული თუ იმის მერე იყო კიდე ნუ იქ ხშირად იცვლება ვითარება მოკლედ ესე იგი ეს აჯანყება მოხდა და შვილი მოუკლეს მეფეს. ეხლა სახელები ვიცით ამათი ყველას. ესე იგი მეფე ეგიპუსი ესე ქვია მეფეს, დედოფალს ქვია ეფენისა, ქალიშვილს ქვია ეფიგენია და მივადექით უკვე ეფიგენიას ვისი ხსენებაც დღეს არის და ვისი წმინდა ნაწილიც გაგვაჩნია და ვაჟი ევფრანანი. აი ეს ევფრანანი მოკლეს. ეს ევფრანანი მოკლეს და ну საშინელი ტრაგედია რა ეს ну დამთავრდა იქ ქადაგებაც ყველაფერი ყველანი სასახლესთან მივიდნენ ის აჯანყება კი ჩაახშეს მაგრამ ну შვილი მოუკლეს მეფეს რა ხო და ну პირველი რაც უნდა მოხდეს ეხა ამ საჭურის ამ ესე იგი
ჯანდარადას ეს პირდაპირ ეხება, ხო? ნუ ფაქტიურად როგორც მოგახსენეს პრემიერ-მინისტრია ქვეყნის რა. ხო და პირდაპირ ეხება და ეს ჯანდარადა ეუბნება ამ ჯადოქრებს, მიდით აბა გააცოცხლეთ ახლა თუ თქვენ ასეთები ხართ და თუ თქვენ ამდენი შეგიძლიათ, რასაც ლაპარაკობთ, აი ეგ არის და გააცოცხლეთ ახლა მეფის ვაჟი. იმიტომ რომ ამ ჯანდარადამაც იცის ახლა როგორ განვითარდება მოვლენები და ესენი რა თქმა უნდა ეცდებიან, მაგრამ ნუ რისი გამცოცხლებლები არიან ახლა ეს ჯადოქრები და ეუბნებიან რომ იცი რაო ეგო ღმერთებმაო თავისთან წაიყვანესო და ეხლა უნდა თქვენო დიდძალი რაც დაჭირდება ეს ოქრო და ის უნდა შემოწიროთო რომ აშენდესო ამ ღმერთების სახელზეო ტაძარიო და იქო ის ღმერთებთან ერთად იქნებაო რა ხო და ნუ ხა მეტი რა უნდა ეთქვათ ახლა ხო გამცოცხლებლები ესენი არ იყვნენ და ჯანდარადა გააძევებს მოკლედ ამათ და ეუბნება მათ ეს რომ თხოვს რომ გაგვიცოცხლეს მეფის ძეო და რა თქმა უნდა იმ წუთშივე როგორც კი ხელს შეახებს მათე ამ ოკლუვას იმ წუთშივე გააცოცხლებს და ამან ძალიან დიდი ნუ ეს ახლა ყველაფერი ხდება იმიტომ რომ ღვთის სიტყვის ქადაგებას კონდეს წარმატება და ნუ მოკლედ ესე იგი დიდი სიხარულია ეს ეფრანანი გაცოცხლდა და გადაწყვიტა მეფე ეგიპუსმა რომ აუცილებლად მოკლედ მეფე ეგიპუსი უნდა მოინათლოს მეფე ეგიპუსი უნდა მოინათლოს ეს იმას ნიშნავს რომ მთელი სახლეული უნდა მოინათლოს და აი გაჩვენებთ ახლა ეს არის ასე მე-10 არა მე-10 არა უკაცრავად ეს არის მე-12 საუკუნის მოზაიკა ვენეციაში წმინდა მარკოზის ტაძარში სან მარკო აი ხა მოგიყვებით აქ რა არის და როგორ აი ეს ვინც ინათლება ეს მათემახარებელია მათემახარებელია რომელიც ნათლავს ეს არის მეფე ეგიპუსი და უკან რიგში დგანან დედოფალი და პრინცესა და უკან დგანან ნუ უკან აქ ხა თვითონ ამ მეფის ვაჟის ეხლა ვიგეტყვით ეფრანანი არ არის თითქოს ნუ თან ისინი არიან მეფის ამალა სახლეული რა ესე რომ ვთქვათ მაგრამ ალბათ ჩვენ რო ხათ შევქმნით იქ ალბათ აუცილებლად ეფრანანი იქნება მოკლედ აქ არის დედოფალი ევფენისა ეს პირველი არის პირველი და მეორე ხა გადიდებულს გაჩვენებთ ეს არის ეფიგენია აი მივოდექით ეფიგენიას აი ეფიგენია აქ არის კიდევ აი გადიდებული უფრო აი ეს არის წმინდა მარკოზის ტაძარში მე-12 საუკუნის მოზაიკა წმინდა ეფიგენია აქ არის გამოხატული მოკლედ მოინათლა მთელი სახლეული და ამის შემდეგ ნუ ამის შემდეგ ესე იგი მეფემ ესე იგი მოკლედ ნუ ყველანაირად ხელი შეუწყო და ესე იგი ნუ ქადაგებას და ეფიგენია აი ჩვენი დღევანდელი წმინდანი ეფიგენიამ გადაწყვიტა რომ მათ ესა რა თქმა უნდა საუბრების შემდეგ რომ ეს არის ქალწული ეფიგენია და გადაწყვიტა რომ თავისთავად შეწიროს ღმერთს რომ იგი გახდეს ქრისტეს სარწმუნო ნუ მაშინ მონაზვნად აკვეთის წესი როგორც დღეს არ არსებობდა არც სიტყვა მონაზონი არ არსებობდა მაშინ მაგრამ ფაქტიურად ეფიგენიამ აღთქმა დადო თავისი უვიწოების რომ ქრისტეს სარწმუნო შეიქმნებოდა და ეფიგენიას მიბაძეს სხვა ქალწულებმა და 200-მდე ასეთი ქალწული თუ 200-ზე მეტი გამოჩნდა და მათემახარებელმა ეფიგენია დაადგინა ამ ქალწულების ნუ რა ვთქვათ იღუმენიათ თუ წინამძღვრად ეს თქოგენები ტერმინები გვიანდელია მაგრამ ფაქტიურად ეს 200 ქალწული ჩააბარა იმისათვის რომ ეფიგენია მოხელმძღვანელოს მათ ქრისტიანულ ცხოვრებას და ეფიგენიას კი მათემახარებელი მოკლედ ხელმძღვანელობს აი მის შემდეგ რაღაცა დრო გადის ნუ აქ ქადაგება ამ ნაპატაში გრძელდება ნაპატაში კი არა და ზუსტად რასაც ამბობენ ესენი ეს არის ნადაბერი ქალაქ ნადაბერში ხდება მაგრამ სავარაუდოდ მაინც ეს არის ნაპატა მოკლედ ამ ნაპატაში ეს ქადაგება გრძელდება და გადის დრო და მეფე ეგიპუსი კვდება მეფე ეგიპუსი კვდება ოღონდ აქ არ არის მითითებული კვდება თუ მოკლეს თუ როგორ მოხდა და მოკლედ მეფობა გადადის სამეფო გადადის მისი არ ვიცი ეგეც რატო იმიტომ რომ ვაჟი ხო ყავდა და
მოკლედ ხო გეუბნებით ეს დეტალები ახლა შეუძლებელია გარკვევა და მისი დისწulis თუ ძმისწulis ხელში ესეცა დისწulis ალბათ ხელში გადადის ამას ქვია სახელად ჰირტაკუსი აი ეს ჰირტაკუსი მოკლედ აღმოჩნდა ძალიან ესეთი რა ვთქვათ აბა ნებიანი კაცი აღმოჩნდა მოკლედ რა და მოკლედ ამ ეპიგენიაში არის შეყვარებული ამ ეპიგენიაში ნუ გონება დაკარგული და მოკლედ როგორც კი მეფე გახდა ესე იგი მათე מחარებელს ესე იგი შესთავაზა ესეთი რამე რომ დაარწმუნეო ეპიგენიაო დაარწმუნეო რომ ჩემი ცოლი გახდესო და ნახევარ სამეფოს შენ დაგითმობო ესე უთხრა ეხა უკვე ქრისტიანობა ძალიან წარმატებულია ამ მხარეში ხო და მოკლედ ეს ამას ზოგადად ქრისტიანობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს როგორც ჩანს ამ ჰირტაკუს მაგრამ ნუ ეს ქალი ნუ მოკლედ ქალზე გიждდება ეპიგენიაზე და უნდა რადაც არ უნდა დაუჯდეს რომ ეპიგენია ცოლად შეირთოს მათე მოციქული ეუბნება ესეთ რამეს ამ ჰირტაკუს რო იცი რაო კვირასო მოდიო ტაძარშიო ნუ ეს ტაძარი ხო აუშენეს მათეს იქ აუშენეს ტაძარი და მოკლედ ღვთის განგებით ესე იგი ღვთის განგებით ნუ ჯერ იყო და ეს რაღაცნაირად გამომჩეკერა ნუ მოკლედ ახლა მოგიყვებით როდესაც ეს შვილი გაუცოცხლა ეს მეფე ეს ეგიპუსმა მოიწვია თელ სამეფოში დააგზავნა ესე იგი ის რომ მოდით ხალხო ღმერთი არის ჩვენთან მოდით და ღმერთს შესწირეთ ესე იგი ყველაფერი და ეს უამრავი ხალხი სპეციალურად ჩამოვიდა ამ გაცოცხლებული შვილის სანახავად და ყველამ რაღაცა ეხა დიდარი ქვეყანაა მაინც ხო იქ ეგვიპტე არა ზოგადად ხო და ნუ ოქრო წამოიღო ყველამ ოქრო წამოიღო და მოკლედ მოდიან რომ მათე מחარებელს შეწირონ ეს როგორც ღმერთს და მათ ეუბნება ხო არ გაგიჟებულ ხარ თქვენ და ამ დროს ეუბნება ეგიპტს რომ უნდა მოინათლოთ კაცო ეს კი არ არის მე კი არა ვარ ღმერთი თქვენ უნდა გახდეთ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურები და ამ მერე ინათლება ეს ეგიპტი და ეს დიდძალი ოქრო არის ამ დედაქალაქში უკვე შემოტანილი რა და მათე ამბობს რომ აი ეს ფული შეწირეთ ეს ოქრო და ააშენეთ ტაძარი და ღვთის განგებით 3 თვეში ააშენეს ვებრძელა ტაძარი 3 თვეში ააშენეს ეს ტაძარი და 23 წელი იქადაგა მათემ აი ამ ტაძარში 23 წელი და აი ეს 23 წელია გასული, მეკლებს როგორც მოგახსენეთ, ეს ჰირტაკუსი სხვათა შორის საკმაოდ დასაკმაოვანი კაცია უკვე ყოველში ესე არის მინიატურა გვაქვს კიდე არა ჩვეულებრივი ხე გაჩვენ მინიატურა კი არა ბარელიეფი გაჩვენებთ ხა ამასაც და მოკლედ ამ ჰირტაკუსმა მოინდომა ამ ეპიგენიას მოკლედ ცოლად ჩერთვა როგორც მოგახსენეთ და ესე იგი ეუბნება ეს რომ მოდი ტაძარში კვირას და მე ამ თემაზე ვისაუბრებ ქორწინებას როგორც შენი წინამორბედი აკეთებდა ეგიპტის მეფე კვირას არ გაასცენდა რა თქმა უნდა ყოველ კვირას დადიოდა და ესრებოდა წირვას და მართლაც მოკლედ ეს დიდი სიამოვნებით წამოვიდა იმიტომ რომ გაიგოდა ნუ ეპიგენიას თავის ამ თანხლებ პირებთან ერთად ამ 200 ქალწულთან ერთად იქნება იქა და მოკლედ მოდის ახლა რომ მოისმინოს ეს ქადაგება მათე მოციქულმა არ ვიცი ახლა ესეც იუმორია თუ სპეციალურად გააკეთა ალბათ ნუ აი ეს ჰირტაკუსი გაახელა რა აი პირდაპირ გაამხეცა ხო შეიძლება და პირდაპირ უარი ერქვა თავიდან რომ არ გამოვა ეგ საქმე და ნუ ის კი გაბრაზდებოდა მაგრამ აი აქ დასცინა შეიძლება ითქვას ამ ჰირტაკუსს დასცინა და რა გაუკეთა ნახეთ ნუ ესეც აი ქადაგება რომ ყოფილიყო რა ალბათ ხო უფრო მეტი წარმატება რო ქონოდა ესეთი რამე გააკეთა რა თქმა უნდა ღვთის დაგონებით ხდება ეს ყველაფერი მოკლედ ძალიან დიდხანს იქადაგა ოჯახის შესახებ მათემ როგორი ღვთისთვის სათნოა ოჯახური ცხოვრება და როგორი აუცილებელია მოკლედ ეს რომ ოჯახი შეიქმნას ოჯახის სიწმინდეზე ილაპარაკა და მოკლედ ისე ილაპარაკა რომ მთელი მრევლი და მთელი ეს საზოგადოება მრევლი და ამ ჰირტაკუსი და მისი ამალა მოკლედ ყველანი ძალიან დიდი სიამოვნებით უსმენენ და ეს ჰირტაკუსი ხო გეუბნებით ცოტა ემოციური კაცია და ან დაშუყრავს ესე იგი ქადაგებისას ხან შეძახილებია ყოჩა რაღაც არ ვიცი რა სწავს მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მათე რაღაც დროს უთხრა თუ შეიძლება სიჩუმე იყოს ტაძარში
უნდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრათ. ხო და რამდენადაც ესე იგი ოჯახი არის წმინდა და ოჯახი არის ღვთისთვის სათნო, იმდენად ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი რამ, რომ სიძე, ვინც ცოლი უნდა მოიყვანოს, რომ სიძემ ესე იგი ეს ცოლად უნდა მოიყვანოს მეფისთვის შერჩეული საცოლე. ესე იგი, მასზე ძლიერ, მასზე ყველანაირად ძლევამოსილ, მოკლედ ესე რომ ვთქვა, დიდარ, ლამას, რაღაცა მეფეს ართმევს ეს ვიღაცა ცოლს რა, საცოლეს. და თვითონ უნდა რომ მოიყვანოს. კარგი რა მოყვება ამას. როგორ შეიძლება სხვა წაართვა საცოლე და შენ მოიყვანო ეს ცოლად? ამას ხო ესე იგი ის მეფე არ გაპატიებს, არ შეგარჩენს და აი და პირდაპირ მიმართავს ჰირტაკოს, რომ ჰირტაკოს ეს ქალი ეფიგენია არის ქრისტეს საცოლე და შენ გინდა რომ ის ცოლად მოიყვანო. ამაზე დიდი შეცდომა, ამაზე დიდი უზნეობა, არ არსებობს. დაანებე ამ ქალს თავები. ნუ ამას წარმოიდგინეთ ახლა ამ ჰირტაკოს რა დაემართებოდა. ნუ აბსოლუტურად გონება აერია, სასწრაფოდ წავიდა ტაძრიდან, წავიდა თავის სასახლეში და იმ წუთასვე გამოაგზავნა თავის ჯარისკაცები, მოკლედ კვლელი, რომელიც უკვე რომ მოვიდა მათესთან, მათე უკვე ამთავრებს წირვას და ხელაპყრობილი დგას წირვის ბოლოს და მადლობას წირავს ხმებს და მივიდა და პირდაპირ ჩასცა ესე იგი მახველი ზურგში და მოკლედ მათე მახარებელი ესე აღესრულა. ნუ წარმოიდგინეთ ახლა ტაძარში, აი ამ მორწმუნე ხალხში ეპისკოპოსია ფაქტიურად ამ მხარის, ხო, ეკლესიის დამაარსებელი და ეს მხეცურად კლავენ. ნუ ეს ხალხი გადაირია რა თქმა უნდა და ნუ აღშფოთდა და წავიდა ესე იგი რომ ამ ჰირტაკოსის სასახლე დაარბიონ და დაწვან. და მოკლედ ეს როგორც გავეშებული ბრბო მოკლედ ესე და ესე იგი ეს რამაც გადაარჩინა ერთადერთი ეს იყო ნუ მათე კი იყო ეპისკოპოსი, მაგრამ კიდე ყავდა იქ ეპისკოპოსები უგრძლები და მოკლედ სამღვდელოება გადაეფარა ამ ჰირტაკოსის სასახლეს და იმიტომ რომ ხა იმას დაანგრევდნენ და ჰირტაკოს მოკლავდნენ მერე ხო და მოკლედ ესე იგი გადაეფარენ და უთხრეს რომ ხალხო არ შეიძლება ამის გაკეთება, ეს არ არის ქრისტიანული პირიქით, მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ ჩვენ გვყავს ახალი მოწამე, რომ ესე იგი აი ესე მოწამეობრივად აღესრულა მათე მოციქული და გადაარჩინეს ეს სასახლე დაწვას, მაგრამ ნახეთ რა მოხდა შემდეგ. ეს ამათმა კი გადაარჩინეს ეს, მაგრამ აი ეს უნდა გაჩვენოთ ახლა ბარელიეფია. მე-11 საუკუნის ბარელიეფია ნაზარეთის კაპიტელი ესე ქვია. აი შუაში არის მეფე ჰირტაკოსი, აი ესა და გვერდზე არის აი აქეთ ხარეს არის მათე მახარებელი და ეფიგენია რომელიც მათე მახარებელს შეურდა, ფერქვეშ ჩაუვარდა, აი ხა გაჩვენებთ ამას. აი ესე იგი ხლავე. აი ეს არის ეფიგენია მათე მახარებელთან და რომელმაც ხელი დააფარა და აი შემდეგ ეს არის ეფიგენიას გამოსახულება აქედან. აი ეს არის ეფიგენია. და მოკლედ ეს და გადააფარა და იქვე ლოცვა წაუკითხა, ამან საბოლოოდ ესე იგი. ნუ ხალხ ვერ დაზუსტება ეს აღკვეცის ლოცვა იყო თუ ზოგადად ამათი დაცვის თუ რაღაცა, რამაც გამოიწვია შემდეგ ეს მოვლენები. და შემდეგ ესე იგი ამის შემდეგ ხო გადარჩა ეს ჰირტაკოსის სასახლე დარბევას და ვერ მოისვენა მაინც და ხან პატივცემული ქალბატონები, მატრონები მიუგზავნა ეფიგენიას, ხან მიუგზავნა ჯადოქრები და კიდე ისინი რა ქვია კითხავები მიუგზავნა, მოკლედ ყველანაირად ცდილობს რომ ეს ეფიგენია მაინც დაითანხმოს ამ ცოლობაზე და მოკლედ საბოლოოდ როდესაც დარწმუნდა რომ ეს გამორიცხულია რა გააკეთა ესე იგი და გააგზავნა თავის ჯარისკაცები
და ეფიგენიას სასახლე, ანუ ეს არის აი ძველი სასახლე იმისი, სამეფო სასახლე ამ ეგიპუსის მეფის, აი ამ სასახლეს შემოუწყო გარშემო შემოუწყო მოკლედ შეიშა თუ რაღაცა მოკლედ და წაუკიდეს ცეცხლი, რომ ეს სასახლე უნდა დაწვანო თავისი შიგ ცხოვრები ადამიანებით რა. აი ბოლოს აქამდე მივიდა საქმე და აი ეგ იყო გამოცხადება, მათემოციკული გამოეცხადა ეფიგენიას და ანგელოზები და მათემ და ანგელოზებმა ესე ხელი ააფარეს ამ ცეცხლის ალს და გადაარჩინეს სასახლე დაწვას და ამის შემდეგ მოხდა რომ ქარიშხალი ამოვარდა და ეს ცეცხლის ალი გადაიტანა ჰირტაკუსის სასახლეში და ჰირტაკუსის სასახლე დაიწვა. ჰირტაკუსის სასახლე დაიწვა და ჰირტაკუსი კი გადარჩა და მის შვილს დაემართა რაღაც საშინელი ავადმყოფობა, ჰირტაკუსს დაემართა, შვილი მივიდა პირდაპირ მათეს საფლავთან და შესთხოვა და განიკურნა და ჰირტაკუს კი რაღაცა დაავადება არ არის დაზუსტებული, ესე უწერია ეკოფორაგინას, რომ ეს იყო რაღაცა სპილოს დაავადება, რასაც ქვია ამისი მსგავსი, სპილოს დაავადება, ესე იგი ნუ დასივდა ეს ვეღარ დადიოდა რაღაცა და ბოლოს ამ ჰირტაკუსმა თავი მოიკლა მოკლედ ამ ავადმყოფობის გამო და ესე დასრულდა ჰირტაკუსის ისტორია, ვის შემდეგაც ხალხმა აირჩია მეფედ ევფრანანი, რომელმაც 70 წელი იმეფა ამის შემდეგ. 70 წელი იმეფა ევფრანანმა და ნუ ფაქტიურად ევფრანანმა და ეფიგენიამ უამრავი მთელს ამ მხარეში, მოკლედ მთელს ამ მხარეში, მთელ სამეფოში უამრავი ტაძარი ააშენეს და ფაქტიურად ეს ქვეყანა, ეს ქუშის ქვეყანა მოიქცა. ამის შემდეგ, როდესაც უკვე მოგვიანებით ესე იგი ეს იმის გამო რომ ესენი არიან ეთიოპები თავისი რასობრივი ნიშნით, ანუ შავკანიანები, ნუ არ არიან თეთრკანიანები, როდესაც ქრისტიანობა მოგვიანებით უკვე ეხლა მე ვლაპარაკობ დასავლურ ეკლესიაში, რო გავრცელდა განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში ამ კულტი, ესე რომ ვთქვათ, ხმანეთ ვერ ვიტყვი, ეფიგენიასი ძალიან გამოცოცხლდა და ფაქტიურად აი ამ მხარეში, აი ამ ლათინური ამერიკის ქვეყნებში უამრავი ტაძარი არის ეფიგენიასი აშენებული და ეფიგენია როგორც ჩავკანიანი წმინდანი, ესე ნუ ქანდაკებები გამოიხატება რაღაცა და მოკლედ ძალიან დიდი გავრცელება პოვა, ნუ ალბათ უფრო ამ კანისფერის გამო. და ბოლოს შემიძლია გითხრათ, რომ ხანძრის შემთხვევაში ევედრებიან ეფიგენიას. აი ეს არის ძირითადად რაც შეიძლება ვთქვა და აი ეს არის პატარა ფრაგმენტი, ძალიან ნამცეცები წმინდა ეფიგენიის ემვერს უქროსფერო სანაწილეში არის ჩაბრძანებული. შეგვეციოს წმინდა ეფიგენიას მადლი და როგორც მოგახსენეთ, დაუბრუნდებით, ესე იგი ჩვენ ამას 16 ნოემბერს, როდესაც მათემახარებლის შესახებ ვისაუბრებთ და ნუ მათეზე უფრო ვრცლად. ეხლა კი გადავდივართ შემდეგი წმინდანზე, მინდა მოგივეთ. ნუ შემდეგ წმინდანს რაც შეეხება. უпростоრედ შემდეგ ორ წმინდანს რაც შეეხება. ამ შემდეგი ორი წმინდანის ხსენება არის დღეს არ არის. არის ხვალ, ეს არის 5 ოქტომბერი საეკლესიო კალენდრით, ეს არის 22 სექტემბერი და ამიტომ კიდევ ძალიან არ გადაიდოს, ესე იგი ვისაუბრებთ ჩვენ დღეს მათ შესახებ. ნუ პირველ რიგში ეს არის წმინდა ემერამუს რეგენსბურგი ქალაქი არის გერმანიაში, ემერამ, ესე იგი ჰაიმჰარბან, ესე არის თითქოს აი ძველ გერმანულად, გერმანელი იყო ესა, რაც ნიშნავს ყორანს, შინაურ ყორანს, აი რაღაც ესეთი სახელი ითარგმნება ეს. მოკლედ ამ ემერამ ესე მოიხსენებენ დღეს ემერამუს ლათინური ტრანსკრიფცია არის.
ემერამის შესახებ ვისაუბრებთ და ჩვენ გვაქვს პირველ წყარო ეს არის ემერამი 690 წელს აღესრულა მოწამეობრივად 690 და 100 წელიც არ არის გასული 772 წელს იწერება მისი ცხოვრება და მოწამეობა წმინდისა ემერამისა ესე თარგმნით ლათინურად იწერება ეს არის არიბო ფრაიზინგის ეპისკოპოსი არიბო რომელიც 772 წელს როგორც მოგახსენეთ დაწერა და ეს არიბო წმინდანად არ არის შერაცხილი მაგრამ კი ცნობილი ლათინი საეკლესიო მწერალია და არ არის ეს ფრაიზინგი ჩორს იქიდან და ფაქტიურად ახლა ვერ გეტყვით რომ ლატკიმენი მაგრამ შეიძლება ვინმე ცოცხალიც კი არის რომელიც ემერამს ცხოვრობდა და უშუალოდ თვითმხილველებისგან აქვს ესე იგი ეს ამბავი აღწერილი ამ არიბოს ესე იგი გადავიდეთ წმინდა ემერამის შესახებ და წინასწარ მინდა გითხრათ რომ ხშირად ვიძახი ესეთ რამეს მაგრამ ესეთი რამე არ გამიგია აი რაც ემერამმა გააკეთა რა თქმა უნდა ეს იყო გამოცხადებით ყველაფერი რაც მოკლედ ახლა ძალიან მოკლედ გეტყვით ამ ისტორიასაც და რაღაცა დეტალები არის შემდეგ ძალიან საინტერესო მოკლედ ეს იყო ქალაქ პუატიე და დღეს საფრანგეთშია ეს ქალაქი გერმანული წარმოშობის და ესეთი რამეც კი აქვს აღწერილი ამ არიბოს რომ იყო ძალიან ლამაზი მაღალი და აი ძალიან წარმოსადეგი ადამიანი და გარდა ამისა იყო საოცრად კეთილშობილი ოჯახიდან იყო ძალიან დახვეწილი მანერები ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა ორატორული მოკლედ ნიჭი ჰქონდა და ქადაგება შეეძლო და გარდა ამისა იყო საოცრად მოწყალე ადამიანი მოკლედ ყველას ეხმარებოდა სასულიერო პირი გახდა მერე და ამის გამო ზუსტად აი ასეთი თვისებების გამო ეს ახალგაზრდა კაცი უკვე შეუძლებელი იყო იმდენად გამოირჩეოდა ქრისტიანებში რომ აკურთხეს ეპისკოპოსად პუატიეში ოღონდ პუატიეში იყო ეპისკოპოსი ქალაქ პუატიეს ეპისკოპოსი და ეს გახდა ტიტულარული ეგრეთ წოდებული ტიტულარული ეპისკოპოსი ანუ ქორ ეპისკოპოსი თუ რა ვიცი როგორ ვთქვა მოკლედ ეპისკოპოსი ეპარქიის გარეშე და აი როდესაც ასეთი ადამიანის შესახებ გავრცელდა ეს ხმა რომ არსებობს ესეთი ესა თვითონაც მოინდომა ავარები არის ხალხი ავარა ეს ავარები ტომი არის ველური ტომი არის გერმანული ტომია და გადაწყვიტა მოინდომა თვითონ ძალიან საქადაგებლად წასვლა ავარებში ოღონდ ესე იგი ეს არის ბავარიის მხარე და აქ არის მმართველი ჰერცოგი თეოდონ პირველი ბავარიის ჰერცოგი თეოდონ პირველი ანუ ფაქტიურად ბავარიის მეფე და თან რომ გაიგო რომ ამას უნდა რა მოკლედ მოიწვია თეოდონ პირველმა ბავარიაში საქადაგებლად მოიწვია ესე იგი ემერამი და როდესაც ემერამი შეხვდა თეოდონს და უთხრა რომ მას უნდა ავარებში რომ იქადაგოს შეწუხდა ძალიან ეს თეოდონი და მოკლედ უთხრა რომ ალბათ არ იცით თქვენ რომ ბავარიის სამეფო ეომება პირდაპირ ომი გვაქვს მათთანო და მოკლედ ეხლა ამჯერად ეს შეუძლებელი იქნებაო და თეოდონმაც უკაცრავად ამ ემერამიმაც ანგარიში გაუწია ესე იგი ამ თეოდონის ამ სურვილს და ჩათვალა რომ ღვთის განგება არის ესეთი რომ თუ ის არ წავა ავარებთან საქადაგებლად და ფაქტიურად მტრის ბავარიელების მტრის მხარეს არ გადავა მაშინ თვითონ ბავარიაში მას ძალიან დიდი ხელშეწყობა ექნება და მართლაც ასე იყო თეოდონმა ესე იგი მას ხელი შეუწყო და ფაქტიურად ბავარიის მოქცევა ანუ ბავარიელები კი იყვნენ ქრისტიანები მაშინ თეოდონიც ქრისტიანი იყო მაგრამ როგორი ქრისტიანები იყვნენ ესე იგი ძირითადად მათი ქრისტიანობა გამოიხატებოდა იმით რომ და რელიგიურობა საერთოდ რომ ეს ახლა მოგეხსენებათ ბავარია ეს ლუდის ქვეყანაა და მოკლედ ეს ლუდი ოდითგან იხარშება და დიდი კათხები აქვს და ამ კათხებს უხატკუნებენ ერთმანეთს და სვამენ ღმერთის სადღერძელოს
და სხვამდნენ სანამ ქრისტიანობა გავრცელდებოდა აი წარმართი ღმერთებისა იმას გაუმარჯოს ამ კერპებს ჩამოთვლიდნენ და როდესაც ქრისტიანობა გავრცელდა ამათმა შეიტანეს მოკლედ ამ სადღეგრძელოებში ქრისტეს სადღეგრძელო და ეს არის რა მოკლედ ამათ ქრისტიანობა და ამან დაიწყო ქადაგება და ახსნა ამ ყველაფრის და ძალიან წარმატებით, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, თვითონ პიროვნება არის ძალიან დახვეწილი, აი ყველანაირად სათნოებებით შემკული. 3 წელი იქადაგა მან ბავარიაში და 3 წელიწადში შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს ბავარია მოაქცია. და მართლა უკვე ჭეშმარიტად ქრისტიანები გახდნენ, ხალხს ძალიან უყვარს და მოკლედ ეხა უკვე რაც უნდა მოგიყვეთ, ეს უკვე ღვთის განგებაა რა ესეთი. აი აქამდე ყველაფერი მიდის ადამიანური თვალსაზრისით იდეალურად რა. მაგრამ რა ვიცი, ცოდვები თუ რაღაც ადამიანების ახლა უბრალოდ ძიმე ისტორია უნდა მოგიყვეთ ძალიან. გაუგებარი, კი არა, ადამიანურად გაუგებარი. მოკლედ ღვთის განგებით ამან იგრძნო სიკვდილის მოახლოვება. ემერამმა. und ყველაფერი არ თქვა ხმამაღლა. და მივიდა მეფესთან თეოდონთან და ეუბნება, რომ აი ესე და ესეა საქმე, მე ალბათ მალე მოვკვდები. თუმცა არ ეუბნება როგორ მოვკვდება. მე ალბათ მალე მოვკვდები და მინდა მანამდე მოვასწრო რომის მოლოცვა. და გამიშვი რომში. გამიშვი. რომ აი რაც გააკეთა 3 წელიწადში, აი ქვეყანა ფეხზე დააყენა ფაქტობრივად. გამიშვი რომში და რაღაცა და თეოდონის თანახმა. ოღონდ რა თქმა უნდა ამოწინას არ ყველაფერი იცის და წასვლის წინ მოდის მასთან მოსთან მეფის ქალიშვილი, პრინცესა უტა ესე ქვია სახელად. მოდის მოსთან უტა და კიდევ მოსამართლის ვაჟი ზიგიბალდი. და ეს ორნი მოდიან და ეუბნებიან, რომ შევწოდეთ ჩვენ. შევწოდეთ და ეს უტა მოკლედ ორსულად არის. ოღონდ ეხლა ეს არის ხო გეუბნებით რა პერიოდი ადრეული შუა საუკუნეებია და ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება რა ეს ასეთი მოქმედება და მოკლედ უკანონოდ ეს უტა ესე რომ ვთქვათ აცდუნად მოკლედ ეხლა ამ დეტალებს აღარ ჩავუღვებით მოკლედ ეს უტა არის ორსულად აღოთ არავინ არ იცის ეს ჯერ და მოდი ისიან და ამას ეუბნებიან რომ გვიშველე გვიშველე იმიტომ რომ მეფე როგორც კი ამას შეიტყობს რა თქმა უნდა მოკლედ არც ერთს არ აცდება სიკვდილი ორივეს მოკლავენ და ეს უტა მოდის და ეუბნება რომ მიშველე რამე მომფიქრე და ეს ძალიან მკაცრად გაუბრაზდება მოკლედ ამათ და აღსარებას ათქმეინებს და ეპიდემიას დაადებს ძალიან მკაცრ ეპიდემიას აქ არ წერია ზუსტად როგორი და რანაირი მაგრამ მოკლედ დაადებს ეპიდემიას და აი ხა ხდება რაღაცა აუცარი ამბავი და იმის გამო რომ ეს უტა არ მოკლას ამ მეფემ ბავარიის ჰერცოგმა რა ეს ეუბნება რომ უთხარი რომ ჩემგან არის ეს ბავშვი ეს ემერამი ეუბნება ამას უთხარი რომ ჩემგან არის ბავშვი და როცა შეიტყობს ამას მოკლედ უთხარი რომ ჩემგან არის და იმედია გადარჩები რა ჩემზე იყოს მოკლედ ეს ცოდვა იმიტომ რომ თუ ჩემგან არის მაშინ თავარი დამნაშავე მე გამოვდივარ ხო ეპისკოპოსმა თუ ესეთი ცოდვა ჩაიდინა ეხლა იმ ხალხს ამ ცოდვას აღარ მოკითხავენ ალბათ მოკითხავენ ეპისკოპოს პირველ რიგში რა ესეა რა ნამდვილად ესეა ხო და მოკლედ ეს გაემგზავრება და თავის წინასწარ ამ წინასწარ იცის ყველაფერი ემერამა რა მოყვება ამას და თავისი მოკლედ ორი მღვდელი მიყვება თან და ვოლფეტი არის ერთ-ერთი მღვდელი და ვოლფეტს ეუბნება ეგეთ რამეს რომ ყობა ესეც იცის წინასწარ რომ ეს შეიძლება შეორგულდეს და თუ ეს ეუბნება ვოლფეტს ესე იგი ესეთ რამეს რომ
თუ მე ესე იგი რაიმე საშინელებას დამაბრალებენ და თუ ამის გამო მე მოვყვები რაღაცა, და დამიწყები ფიზიკურად რაღაც ძალადობას ჩემზე, არ დაიჯერო რომ ეს ესეა. ამ ვოლფეცეუნება. რომ თუ დამინახავ რომ რაღაც სასტიკად ყვდები, სასტიკი ტანჯვის შემდეგ, იცოდე რომ შენ უნდა ყველა გააფრთხილო რომ ეს არის ცილის წამება. აი ესეთ რამეს ეუბნება. არავინ არ იცის ჯერაზე ელაპარაკი. მოკლედ ეს ვოლფეტი და კიდე მეორე მღვდელი არის მასთან, ვიტალისი, ესე იგი, მოკლედ გაყვებიან ამას და ესენი წავლენ რომში. აი ესე მოხდება, მოკლედ ღვთისგანგებით, რომ 3 დღის შემდეგ მეფე ამას შეიტყობს. დაიტყობა ამას მუცელს დაუნახავს თუ რაღაცა მოკლედ შეიტყობს, ესე იგი, ხა რა მოვა იმ მეფეს წარმოიდგინეთ და დაეუბნება რომ ვინ არის, ბავშვის მამა ვინ არის და ეს უტაეუბნება რომ ეს არის ეპისკოპოსი და ამან ესე იგი რაღაცა საშინელი გამხეცება გამოიწვია მეფის, ოღონდ არ არის ეს ეპისკოპოსი წასულია და ლამბერტი გამოჩნდება ძმა, უტას ძმა და მოკლედ მე ჩამოვრეცხავ ჩვენ ოჯახს ამ სირცხვილსო რა. და მოკლედ გაედევნება ლაშქრით, გაედევნება და მოკლედ ესე იგი ეს ადგილები ხელფენდორფი მაგალითად და სხვა ადგილებია კიდე დასახელები, ეხლა ჩვენ ეს სახელები არაფერს გვეუბნება, მაგრამ მოკლედ ამ ადგილთან 3 დღის წასულებიან ესენი დღე და ღამე მორბიან ამ ცხენებით და დაეწევიან ამ ხელფენდორფთან და ესენი ისვენებენ და ეს ლამბერტი ესეთი სიტყვებით მიესალმება. ესე იგი, მოგესალმები ეპისკოპოსო, ჩემო სიძეო, ესეთ რამეს ეუბნება რა. ხო და ერთადერთი რაც მერამ მოუთხრა, რომ მე რომში მივდივარ ეხლა და შენ ვინმე სანდოკაცი რა ვიცი თვითონაც შევლეგაც. მოკლედ რომის ეპისკოპოსთან გავარკვიოთ ეს საქმე. ანუ რომის პაპთან. წავიდეთ რომის პაპთან და რომის პაპი გეტყვით სინამდვილეში რა და როგორ არის სიმართლეს და რაღაცა რა. ოღონდ ამას ეს ესეთი გამხეცებული ეს ლამბერტი. აქ იცით რა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ხო არის ეს ამბავი მომხდარი, ხა ლამბერტის ტვინში რა ხდება ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ ხო არის ეს ამბავი და ხო და აქ ემატება რაღაცა. ესენი არიან ძალიან უხეში ადამიანები და მათ შორის არიან ვინც არ არიან ესეთი უხეშები. მაგალითად, 5 მსახური, რომელმაც დაიწყეს ემერამის წამება. აი ამ 5 მსახურს შორის 3 აღმოჩნდა ძალიან დიდი ტკივილით და კი ასრულებდნენ ამ ბრძანებას, მაგრამ საშინლად ნანობდნენ ამას, იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთი რამის კეთება, რაც ესენი ეკეთებენ და ის ორი კიდევ პირიქით უფრო სასტიკები არიან და რასაც ეს ლამბერტი უბრძანებს, იმაზე უარესად იქცევენ. ეხლა მოგიყვებით რა ხდება. რაც შეეხება თვითონ ამ ლამბერტსაც, ეს ლამბერტმა კი ვითომ უნდა ჩამოხოცოს ოჯახს სირცხვილი, მაგრამ სადისტია რა, რატყობა ბუნები და ამის გამო მე ძალიან დაიჭება ეს ლამბერტი. სადისტია და ესე იგი ბევრად უარესად იქცევა, ვიდრე შეიძლებოდა რომ მოქცეულიყო, მოკლედ და უთხრა რომ რას ლაპარაკობ. არავითარი გარკვევა არ ჭირდება ამ საქმეს, გასაგებია, ჩემო და ხელი დაგადო, ახლა შენ რაც არ უნდა ილაპარაკო ჩვენ არ გვჭირდა და მოკლედ ეს ესე წერია, კიბეს მიაბეს, ესე მერამ კიბეს დააბეს თუ რაღაც, იმიტომ რომ მოგვიანებით მე გამოსახულებები რაც იქნება ემერამის, ამ კიბით ხელში რაღაც კიბით გამოისახება, მოკლედ, იმიტომ რომ ამ კიბეზე მიაბეს და ისე აწამეს. და როგორ აწამეს, იცით? ესე იგი ამ ძველი გერმანული ტრადიციით, რაღაც დასჯის ტრადიცია, დამნაშავეს აჭრიდან სხეულის იმ ნაწილებს, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა ამ ცოდვის ჩადენაში, რა ვთქვათ, მაგალითად ხელით მოიპარა რაღაცა ხალხს აჭრიდან და ასე შემდეგ, რა. ხო და დაიწყეს მოკლედ ამის წამება ესე, რომ სათითაოდ ჯერ ფეხის თითები დააჭრეს.
შემდეგ ხელისთითები დააჭრეს, შემდეგ ტერფები მოკვეთეს, მაჯები მოკვეთეს და რა თქმა უნდა, ეხლა ცოტა მოსარიდებელი ნათქვამია, მაგრამ დაკოდეს. ამის შემდეგ მოაჭრეს ცხვირი, მოაჭრეს ყურები. იქ წერია, რომ ენაც ამოკვეთეს, მაგრამ ამის მერე წერია, რომ ეს ლაპარაკობს ეს ემერამი კიდე. რაღაც ანუცნაურ რაღაცას გიყვებით ახლა. მოკლედ ესენი ხომ მოაჭრეს და ეს რაღაცა სხეულის ნაწილები შეაგროვეს და ერთად დააწყვეს სადღაც ხის ძირში. იმიტომ რომ მიწამ უნდა დაფაროს ეს სხეულის ნაწილები, რომ ამითი ეს ცოდვა განქარდეს. თუ რაღაც მოკლედ ესეთი წარმოდგენები აქვს და ხო და აი აქ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ეს რო აწამეს, ესე მოკვეთეს ყველაფერი მოკლედ და მიაგდეს. საკუთარ სისხლის ტბაში წევს ახლა ეს. და აი აქ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ აი ეს მოდელი რო გითხარით, ვოლფეტი. ეს ვოლფეტი იქცევა რაღაც ხო გააფრთხილა იმან და რასეუნება ნახეთ, ეს ითხოვს ემერამი წყალი დამალევინეთ. წყალი დამალევინეთ ითხოვს და ვოლფეტი ეუბნება, რომ რა გინდა წყალი? შენ ხა ისე დღეში ხარ, რომ შენი სიცოცხლის გაგრძელება კიდევ უფრო მეტი ტანჯვაა. ასე რომ ჯობია რომ არ დაგალევინოთ ეს წყალი. და ეს ამხელს ამ ვოლფეტს. ამხელს ამ ვოლფეტს და დაალევინებენ წყალს შემდეგ ცოტას და რა თქმა უნდა ეს მალე გარდაიცვლება ამის შემდეგ. ამ ადგილზე ტაძარიც არის აშენებული, ეს ტაძარი შემიძლია გაჩვენოთ, მაგრამ თავარი სხვა რაღაცაა. ეს რო გარდაიცვლება, ესეთი ამბები ხდება მე. ეს რო გარდაიცვლება, მოულოდნელად ცოტა ხნის შემდეგ, ისინი წავლენ ეს ლამბერტი და ისინი აღარ აინტერესებთ არაფერი და აქ ესეთი რაღაცა ხდება, რომ ორი ნათელი ვიღაცა ძალიან ლამაზი მხედარი გამოჩნდება და იკითხავენ, რომ სად არის ამისი მოჭრილი წმინდა ნაწილები, სად არის? და უთხრეს, რომ აი სადღაც ხის ქვეშ არის, ესე იგი იქ არის დამარხული კი არა, უნდა დამარხონ მიწაში. და მოკლედ ესენი იქითკენ გაემართებიან და გაუჩინარდებიან. და რომ მივლენ, ესე იგი აქ გაკვირვებულები, ეს ყველას დასანახად ხდება, რომ მივლენ ეს თითები და ისინი მოჭრილი იქ აღარ არის. და უკვე ესენი ხვდებიან ყველანი, რომ ეს რაღაც საშინელება მოხდა აქ რა. ეს გარდაცვალებისას პირიდან სინათლე ამოუვიდა, სინათლის სხივი, რომელმაც ღრუბლები გაწია ცაში და ზეცამდე ავიდა და გაანათა ყველაფერი და ამის შემდეგ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ 40 დღიანი საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ქარიშხალი კი არა, აი ლამის, აი წარღუნას რო ამბობენ ხანდახან, რომ ისეთი წვიმა არის, რომ აი წარღუნა ლამის და მართლა წარღუნასავით იყო ესა. ესეთი რაღაცა მოხდა, რომ ესე იგი ადიდა ეს მდინარეები, იზარი არის მდინარე ბავარიაში, დიდი მდინარეა, თვითონ მიუნხენში გადის, მიუნხენთან ახლოს ხდება მოკლედ ეს ყველაფერი. და ეს იზარი ადიდება და მოკლედ ამ ბავარიის ჰერცოგსაც უკვე ყველა მიცის უკვე რომ რაღაცა ძალიან ცუდი რამე გააკეთეს. ხო და ძალიან ცუდი რამე მოხდა და მოკლედ პირდაპირ გამოცხადება სასამართლოებრივ, რომ აქ უნდა გადმოასვენოთ. აქ უნდა გადმოასვენოთ მისი სხეული და აქ უნდა დასაფლავდეს და ესე იგი აქ არის ესე იგი დღეს უკვე სან-ემერამი ესე ქვია, სან-ემერამი ეს არის მონასტერი არის მთელი, გაჩვენებთ ახლა. მე ბოლოში გაჩვენებთ ამას. რეგენსბურგის ეპისკოპოსი იყო, რეგენსბურგის ეპისკოპოსი და რეგენსბურგში უნდა დასაფლავდეს და მისი დასაფლავების ადგილზე ეს არის მონასტერი. დღეს ესე გამოიყურება ესა და მოკლედ ამ მეფემ ამ ჰერცოგმა ესე იგი გაუშვა მთელი ლაშქარი იმისათვის, რომ ის გადმოასვენა, ოღონდ ვერ გადმოასვენებენ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ადიდებულია მიწა აღარ ჩანს. საშინელი ქარიშხალია და გემით წავიდნენ, წარმოიდგინეთ, გემით წავიდნენ იმ ადგილას, სადაც არის მისი სხეული და მოკლედ გემზე გადაასვენებენ მის სხეულს და იცით რას ამბობდნენ, რომ დიდხანს რამდენიმე საუკუნე ის ადგილი, სადაც იწვა
თოვლით არ იფარებოდა, აი დიდი თოვლი მოდიოდა ცივი ზამთრები არ ხომ იქ რაღაცა და ეს ადგილი მარად მწვანე იყო, ყვაოდა ყვავილები იყო და რაღაცა. მოკლედ ის გადაასვენეს გემზე, გემით გადაასვენეს ამ რეგენსბურგში, თვითონ გემი ხოგენობით აქ ახლა რაღაცა ლეგენდარული რაღაცა ამბებია გადმოცემები, მაგრამ ნუ ლამის თანადროულია და სასწაულები აღწერილი, რომელსაც დღეს შეიძლება თვითონ ამათ აღარ ჯერათ ამ დასავლეთის ეკლესიას. მაგრამ ნამდვილად მომხდარი სასწაულებია, იმიტომ რომ ხა ამის მოგონებაც ისეთივე ცოდვაა, როგორც ამათმა ჩაიდინეს, როდესაც ეპისკოპოსი მოკლეს და მოკლედ ესე იგი ეს რომ გადმოასვენეს მიჩბების გარეშე მოკლედ ეს გემი გაცურდა მიუნხენთან მივიდა, შემდეგ რეგენსბურგთან ამ მდინარეს აყვას ემოთ და რეგენსბურგთან მივიდა და ქალაქთან გაჩერდა ეს გემი და როგორც კი გადმოასვენეს და როგორც კი მიწას მიაბარეს, დამთავრდა ეს ხარისხალი მოკლედ 40 დღე გრძელდებოდა. ნუ ამ ადგილზე შემდეგ ეს წამების ადგილი კიდე სხვა იყო, იქ ქვა იყო, რომელზეც აწამეს, ის ქვა იმ ქვაზე მერე ტაძარი დააშენეს, შეხვედრის ადგილი, მოკლედ ეს ადგილები არსებობს დღემდე და რეგენსბურგში, აი ამ მონასტერი არის რეგენსბურგში, წმინდა მერამის სახელობის და იქ არის მისი წმინდა ნაწილები, ამასაც კიდე თავისი ისტორია აქვს, მოკლედ ამ წმინდა ნაწილებს, მაგალითად ის რომ 1803 წელს დაარბიეს ეს მონასტერი გააუქმეს და თვითონ ეს ტაძარი სამრევლო ეკლესია მონასტერი დაშალეს და ნუ ეს საფრანგეთის რევოლუცია ცნობილი და მოკლედ ეს. ეხლა რა უნდა გითხრათ კიდე? ნუ იმას გაჩვენებთ გამოსახულება გვაქვს რაღაც არაჩვეულებრივი. ეს არის მე-11 საუკუნეების ეს არის ჰენრიხ მეორის კორონაცია. ჩვენ ჰენრიხ მეორეზე ვისაუბრეთ, წმინდანია ჰენრიხ მეორის კორონაცია ესეთია და ქრისტე ადგამს გვირგვინს და აქეთ იქიდან არის ორი ეპისკოპოსი. ერთი არის ულრიხი აუგსბურგის ეპისკოპოსი და მეორე არის სწორედ ემერამი რეგენსბურგის ეპისკოპოსი, აი ეს არის ემერამი. აი ეს. და აი შესაბამისად გადიდებული კიდე აი ესეთი არის წმინდა ემერამი. და ეხლა რა უნდა მოგახსენოთ? ესე იგი ჩვენ ამ ემერამის შესახებ არ ვიცოდით არაფერი და არც წმინდა ნაწილი გაგვაჩნია. მაგრამ ცოტა ხნის წინ აქ ახალქალაქში ჩამოსული იყო გერმანელი მართლმადიდებლების ჯგუფი, ეს არის მიუნხენიდან, სხვათა შორის მეორეჯერ იყვნენ, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად სხვანაირი სტუმრობა ჰქონდათ, მამა თომასი. მამა თომა არის ამათი ესე იგი მრევლის სამრევლოს წინამძღვარი, ეს ეკუთვნის რუსეთის საზოგადოების ეკლესიას, ეს ჯგუფი. ნუ ჩამოვიდნენ ჩვენთან მონაწილეობა მიიღეს და დიდხანს ძალიან დიდი საბიშტილების ქვეშ იყვნენ ამ წმინდა ნაწილებისგან და კითხეს წმინდა ემერამის თუ გაგვაჩნია. მეუთხარი კი მეთქი და ამერია სხვათა შორის უგრეთის პრინც იმრეში ესა. და გვაქვს არა ვარ ემერამი სხვა არისო. და მოკლედ მამა თომამ გამომიგზავნა აი ეს ტექსტი რაც ახლა მოგიყევით ამ იმერამის შესახებ. წერია ინტერნეტში მოიძიება, მაგრამ ესეთი სრულფასოვანი არ არის ეს და ესეთი დეტალები არ არის იქა და ნუ ახლა მე აღარ მოგიყევით კიდე ვის რა დაემართა ეს ლამბერტი როგორ გააძევეს ქვეყნიდან შემდეგ და ამ სისასტიკისთვის და ის ორი სასტიკი ესე იგი ეს აღმასრულებელი ისინი საშინელი სიკვდილით მოკვდნენ და ამ სამმა დიდხანს სიცოცხლე თუ პირიქით იყო 3 აწამებდა და 2 იყო ხანო ეს დეტალებია. მოკლედ საინტერესო დეტალებია რა. ხო და იმას ვამბობ რომ ამათმა გამოგვიგზავნეს ჩვენ ეს ცხოვრება და დღეს არის ხსენება დღეს საეკლესიო კალენდრით და დღეს კი არა, ხვალ როგორც მოგახსენეთ, ეს არის 5 ოქტომბერი, საეკლესიო კალენდრით ეს არის 22 სექტემბერი და მე აღარ ვლაპარაკობ სხვა წმინდანებზე აქ 22 სექტემბერს.
უამრავი წმინდანის ხსენება არის იონა წინასწარმეტყველის თებეს ლეგიონერებს ამათ ეს ჩვენ ყველაფერი გვისაუბრი და უბრალოდ ეს ემერამი დაამატეთ და მე გადავდივარ ეხლა კიდევ ერთი წმინდანის შესახებ მინდა მოგიყვეთ ასევე აი სრულებით განსაკუთრებული და გამორჩეული ისტორია არის ესე იგი როგორც მოგახსენეთ ემერამის წმინდა ნაწილი არ აქვს და მე გადავდივარ წმინდა ანასტასიაზე წმინდა ანასტასიას შესახებ უნდა მოგიყვეთ და აქაც არის ერთი ძალიან საინტერესო ამბავი ესე იგი მისი ხსენების შესახებ ანასტასია ესე იგი ანასტასიას აქვს ზედმეტსახელი ფეხშიშველი ანასტასია ესე ეწოდება და ესე იგი სანამ უშუალოდ ანასტასიას შესახებ მოგიყვებოდი და მე მქონდა პირადი შეხება რაღაცნაირად ძალიან საინტერესო სანამ შეირაცხებოდა წმინდანად პირადად მასთან არა თუმცა მე ვიცნობ ადამიანებს ვინც მას პირადად ამ ბერძნულად გერონტისა ესე უწოდა ესე მიმართავდნენ პირდაპირ გერონტისა ნიშნავს იღუმენიას მაგრამ აი ამ იღუმენია მოძღვარი აი რაღაც რომელიც მოძღვრავს და გასწავლის და რაღაც მოკლედ ცხოვრებაში სასწაულს ქმედებდა სიცოცხლეშივე და მე მქონდა ამ წმინდანთან შეხება სანამ იგი შეირაცხებოდა წმინდანად და მოგიყვებით ამას ცალკე ოღონდ ჯერ თვითონ ანასტასიაზე მინდა მოგიყვეთ ვინ იყო ეს ანასტასია სულ ახლახანს შეირაცხა წმინდანად 1979 წელს გარდაიცვალა და შეირაცხა სულ ახლახანს და საქმე ის არის რომ ეხლა დღეს რა ან უпроსტოდ ხო 5 ოქტომბერს რატო არის ესე იგი რატო გიყვებით ამის შესახებ წესით უნდა მოგვეყოლა ჩვენ გარდაცვალების დროს ეს ოღონდ ჯერ კიდევ ბოლომდე მთელი ინფორმაცია არ მქონდა ეს გარდაცვალების დრო როდის იყო მაგრამ საინტერესო რა არის ნახეთ გარდაცვალება მისი მოხდა ესე იგი 22 სექტემბერს ძველით და ახლით კიდე ეს იყო 9 სექტემბერი ოღონდ 9 სექტემბერს რო გარდაიცვალა ესე იგი ეს ახალი კალენდრით მოხდა ხო 1979 წელია და ახლა რაღაცა ხორმერება მოკლედ დღეს არის 22 სექტემბერი ძველი კალენდრით 22 სექტემბერს ახალი კალენდრით ანუ 9 სექტემბერს ძველი კალენდრით იყო მისი ხსენება 22 სექტემბერს გარდაიცვალა ოღონდ 1979 წლის 22 სექტემბერს და ამიტომ 22 სექტემბერს არის მისი ხსენება რეალურად აი დღევანდელი კალენდრით ანუ ეს არის ძველი 9 მაგრამ დღეს რატო ვიხსენებთ დღეს რატო გიყვებით ესეც ძალიან საინტერესოა მაინც მოგიყვებოდით მაგრამ სულ ახლახანს მოხდა მისი აი 2 წელია თუ 3 წელი გასული მისი ნაწილთა აღმოყვანება ოღონდ მოხდა ეს დღევანდელ დღეს ესე იგი 5 ოქტომბერს ახალი სტილით და ძველით კი 22 სექტემბერს არ ვიცი ეს დაამთხვიეს სპეციალურად ისე გააკეთეს თუ თავისით რაღაცნაირად მოხდა ესე და მოკლედ დღეს ანუ ხვალ კვირას 5 ოქტომბერს საეკლესიო კალენდრით 22 სექტემბერს არის ნაწილთა აღმოყვანება წმინდა ანასტასიას ეხლა გადავიდეთ წმინდა ანასტასიაზე და თუ ჩვენ ლაპარაკობთ აი ძალიან განსაკუთრებულია თანამედროვეთა მიერ ცხოვრების აღწერა ესე იგი ამას რაღაცა მეორე მხარე ახლავს კიდე რომ აქაც რაღაც დრო არის საჭირო იმიტომ რომ მე ხა მოგიყვებით წმინდა ანასტასიაზე უგონთ მგონია რომ რაღაც დრო გავა და კიდევ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი თანდათანობით ანუ ეს კიმენია ფაქტიურად რასაც მე გიყვებით იმიტომ რომ თვითხილველ მე ვიცნობ მაგალითად დღეს არის იქ არაჩვეულებრივი მოძღვარი არის კორფუზე ხდება ეს ყველაფერი ანუ კერკირა ბერძნები ესე ეძახიან და იქ არის მამა პოლიკარპე დღეს ნუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას ცენტრალური ფიგურაა იქ მოძღვარია ეს ხდელია მართალია მაგრამ ვიცნობ ძალიან ახლოს რომელიც პირადად იცნობდა ანასტასიას მოკლედ ესეთი ძალიან ახლო კავშირი გვაქვს და ასე რომ ხარ რასაც მოგეყვებით ძალიან აი ცხელი ამბები არა ესე რომ ვთქვათ ხა დავიწყოთ ესე იგი აქ საქმე ის არის რომ აქ არის ლაპარაკი მონასტერს ქვია კირა
სადაც ახლა რაზეც ჩვენ ვლაპარაკობ, კირა ნიშნავს დედოფალს. ეს არის კირა ანგელოზთა დედოფალი, აი ესე ქვია ამ მონასტერს ანგელოზთა დედოფალი. აი ამ სავანეზეა ლაპარაკი, ამ სავანეზეა ლაპარაკი და რა ხდება ახლა ამ სავანეში უფრო სწორედ რა ხდებოდა. ეს ამბავი იწყება ხა რასაც მოგიყვებით ხო გეუბნით აი ზოგი რამ გაგონილი მაქვს მე თვითონ იქ რო ვიყავი ჩასული რამდენჯერმე მომიწია ყოფნა და ზოგი რამ უკვე დაწერილი არის და ხელმისაწვდომიც არის. მოკლედ მე-16 საუკუნეა რაღაც ინგლისელების ეს არის დაპყრობილი აქვს ეს კუნძული და ამ კუნძულზე ვრცელდება შავი ჭირი კორფუზე ანუ კერკირაზე. ოღონდ ისეთი მძვინვარე ეპიდემიაა, რომ აი ვერაფერს ვერ შვება. მოკლედ ეს ინგლისელების ხელშია და ესენი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლედ ყოველსა ახალი კერა გამოჩნდება, უნდა დაიწვას ეს მიცვალებული სხეულიც, ის სადაც ის სახლი, სადაც ცხოვრობდა, ეს ყველაფერი უნდა განადგურდეს, იმიტომ რომ ესე იგი არ გავრცელდეს უარესად ეს ეპიდემია და ეს მონასტერი, რომელზეც ახლა დღეს გვაქვს საუბარი, ეს მონასტერი მოკლედ ეს მონასტერი მამათა მონასტერია და ძალიან ბევრ შრომობენ ეს ბერები მთელი ეს აუტყოფი ვინაც არის ყველა სამხრეთი მხარეა მოკლედ კორპუსი და დაახლოებით 40 წუთი არის მანქანით დედაქალაქიდან და მოკლედ სადაც სპირიდონის მინა ნაწილებია და რაღაც ხო და მოკლედ ესენი იულიან ყველა მიყავთ და რას მოერევი ამას და ის შემთხვევა როდესაც ყველა დაიღუპა აბსოლუტურად ამ შავი ჭირით ეს ბერები. დაიღუპა ყველა და ამ ინგლისელებმა მოკლედ გადაწყვიტეს კი არა ბრძანება გასცეს რომ უნდა დაიწვას ეს მონასტერი და წაუკიდეს ცეცხლი მთლიანად თელ მონასტერს. რომ ესე იგი ამ ადამიანიან რაღაცა ნივთებიან ყველაფრიანად დაიწვას. დაიწვა მონასტერი და გადარჩა ტაძარი და არ დაიწვა ღვთისმშობლის ხატი კირა რომელიც დღესაც არსებობს ეს ხატი და ეს ხატი დარჩა ამ ტაძარში მოკლედ აი ცეცხლმა ვერაფერი ვერ დააკლო და შესაბამისად ახლა ვინ მიეკარება იმ დამწვარ მონასტერს რომელშიც შავი ჭირის ბუდე იყო რა და ესე და გადის მოკლედ წლები კი არა საუკუნეები რამდენიმე საუკუნე გავიდა და მოკლედ საუკუნის დასაწყისში ესე იგი რომელი წელია აღარც მახსოვს ესე იგი გონი ორი ესე იგი 1903 წელია თუ რაღაც 10 წელია თუ რაღაც ეს პერიოდია მოკლედ და აი ეს გოგონა აპატარა გოგო 10 წლის არის ეს ანასტასია მომავალი იღუმენია და მოკლედ ერთხელაც აქ ყოველი გავლისას, არ ვიცი ხა სხვები როგორ, მაგრამ ეს ანასტასია პირჯვარს იწერდა რა, პატარა ბავშვია, იცის რომ მონასტერი იყო, იცის რომ ეს ამბავი მოხდა და მოკლედ 10 წლის იყო, როდესაც პირჯვარი გადაეწერა, თუმცა ხმა გაიგონა შორიდან ქალის ხმა. ეს მის პირდაპირ. და ეუბნება რომ ეს არის ჩემი მონასტერი. ყოველწმინდა ღვთისმშობელი ელაპარაკება პირდაპირ. ეს არის ჩემი მონასტერი და ამ მონასტერში ჩემი ხატია და მიტოვებულია და შენ მინდა რომ ეს მონასტერი აღადგინო. ამ 10 წლის ბავშვი შენ იქნები ამ მონასტრის აღდგენებელი, მოკლედ აღმადგენელი, აღმაშენებელი. და ამაზე ხაცხადე იმოქმედა, წავიდა სახლში და ატარებს ეს ბავშვი ამას. ელოდება ახლა რაღაცა კიდევ ნიშანს და 14 წლის ხდება და მოკლედ ოჯახის წევრებს განუცხადებს, რომ მიდის მონასტერში. შორი ახლოს არის წმინდა ნიკოლოზის დედათა მონასტერი, აი ამ მონასტერში მიდის მორჩილად და 9 წელი გაატარებს ამ მონასტერში. ოღონდ ეს მორჩილად რჩება მთელი ცხოვრება ფაქტიურად. არ ეს პატივი რაღაცნაირად მონაზონი გახდეს და რაღაცა
ერიდება მოკლედ ამასთან. მოკლედ მორჩილად გაატარა და უკვე რომ მივიდა მონასტერში 14 წლის ასაკში, დაიწყო ძალიან მკაცრი მარხვა. დღეში ერთხელ ჭამს საჭმელს, ისიც დღეგამოშვებით ჭამს საჭმელს, ძალიან ბევრს ლოცულობს და მისი მთავარი სათნოება არის მორჩილება. ყველანაირად აი ბოლომდე იღუმენიასი და ყველასი მორჩილი არის და მოკლედ 9 წლის შემდეგ იღებს იღუმენიასგან ლოცვა-კურთხევას და მიდის მარტო და სახლდება უკვე ამ მიტოვებულ მონასტერში, რაც მოგახსენეთ. ესე იგი ანგელოზთა დედოფალი, ესე ქვია. თავარანგელოზების მონასტერი. მოკლედ დასახლდება იქ და სად დასახლდება იქ არაფერი არ არის და ღიაცის ქვეშ ძინავს პირდაპირ ღიაცის ქვეშ. მაინც ეს თბილი მხარეა ეს კორფუ, თუმცა ზამთარში საკმაოდ სიგრილეა და სიცივეა. ხო და იქ ცხოვრობს და მერე ნათესავები აუშენებენ პატარა სენაკს. აუშენებენ სენაკს და აი დაიწყებს ესე იგი ცხოვრებას, ეს უკვე 20-იანი წლები არის, 30-იანი წლებია, ოღონდ. ესე იგი ეს პერიოდია რაღაცა ძალიან მძიმე, საერთოდ საშინელი შიმშილია გაჭირება და ხელისუფლება დევნის ამას გამოასახლებენ კიდევაც იქიდან მონასტრის აღდგენასაც დაიწყებს, ტაძრის აღდგენას. და დიდხანს ესე იგი 20 წელი გავა სანამ პირველი მორჩილი ეყოლება მერე ვინმე ვინც მიომასთან საცხოვრებლად. და გამოასახლებენ იქიდან, გამოასახლებენ და სად დასახლდება უნდა გითხრათ რაღაც საოცარი ადგილია, უცრავად. ის დამოიწყო. ესენი უნდა გაჩვენოთ, მე ყველაფერს ამას გაჩვენებთ. აი ეს არის ხის აი ფუღუროდან გაჩვენებთ ახლა რა ფუღუროზე გვაქვს ლაპარაკი. ესე იგი ესე დავუწაროთ ესა. მოკლედ დიდი ის არის უნდა გაჩვენოთ, თუ ეს ახლა ძნელი წარმოსადგენია. აი ეს არის თვითონ ანასტასიას ფოტო, ერთადერთი ფოტო არსებობს. დახეული აქვს, ნახეთ ცოტა სიცოცხლე, ესეთი იყოს. და ეს არის ეს ხის ფუღურო 1000 წლის დაახლოებით ესე განსაზღვრეს 1000 წლოვანი ზეთისხილის ხია. აი იქ არის შესაძრომი, დღეს ახლა უკვე კარები კიდე აქვს რაღაცა და მე ესე იგი მოვახერხე და შევეტი შიგნით და შიგნით ვიყავი შიგნით და ეს რა ვიცი ხა. მოკლედ ეს ლატეხი იქიდან ჩამოვიტანე, ჩემი ხელით ჩამოხსენი. გამხმარი იყო ხა ხეს კი არ გავჩეხავდი, მაგრამ მოკლედ ეს ლატეხი შიგნიდან ავიღე. სადაც უცვლობდა რა იყო ეს მოკლედ 3 წელი ცხოვრობდა ამ ხის ფუღუროში, რომელშიც წვიმას ჩამოდის, თოვლით ჩამოდის, ხო და მოკლედ აქ ცხოვრობდა და ხშირად ღამე რო გაივლიდნენ, ესე იგი სინათლე იყო შიგნით, სინათლე იყო. და კანდელი ქონდა, რომელიც არ ქრებოდა არასოდეს, ხა ცხადია, ეც ამატებდა ეს და ულიდა ამ კანდელს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ხო ღია, როგორც ნახეთ ეს ფუღურო. შიგნით ეკიდა ეს კანდელი და საშინელი ქარიშხლები იყო ხოლმე, დრო და არ ქრებოდა არასოდეს ეს კანდელი და მთელ გარემოს ანათებდა. ასე რომ ეს არ იყო უბრალოდ ჩვეულებრივი კანდელის ნათება. ისე რომ იქამდე მივიდა ეს საქმე, ტაძარში ქრებოდა ქარიშხლისგან, ტაძარში ქრებოდა კანდელი და სანთელი და აქ კი სულ ენთო და ვიღაცა იქ ადგილობრივი ისე გამხეცდა რომ მივარდა მე ერთხელაც და დაუნტრია ეს კანდელი რა და მე საშინელება დაემართა სადღაც ცოლშვილი მიყავდა და ცხენმა გადმოყარა ეს ცოლშვილი გადარჩენ და მიხვდა ეს რომ თავის ცუდის აქციელისთვის მოუვიდა ესა და მივიდა ფეხებში ჩაუვარდა მოკლედ თელი ოჯახი და დაალოცინა თავი და რაღაც მოკლედ ესე და მოკლედ ეს ანასტასია ასეთნაირად ცხოვრობდა, შემდეგ შეწყდა ეს დევნა და გადავიდა ისევ მონასტერში. მერე ეს დევნა დრო განახლდებოდა ხოლმე და
ბოლოს ომის დროს განსაკუთრებული სიმძიმე იყო მეორე მსოფლიო ომის დროს და ანასტასია რაღაც დროს შეუძლებელი იყო დარჩენა ამ მონასტერში და ჩრდილოეთ კორპუსზე ერთ-ერთ მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად, როგორც მონაზონი. და ქონდა გამოცხადება იქ კიდევ ერთხელ და პირდაპირ მითითება ქონდა, რომ დაბრუნებულიყო რა. დაბრუნდა არ მიეტოვებინა ეს ადგილი და ამის შემდეგ დაბრუნდა და მოკლედ უკვე როგორ გამიატოვებდა, ხო, პირდაპირ გამოცხადება ქონდა და ცხოვრობდა ამ მონასტერში და ძალიან ეს უკვე შემდეგი დევნა უკვე ცოტა სხვანაირი დევნა იყო. სასამართლოებს დასცინოდნენ ერთი, მაგრამ რასთავარია სასამართლოზე იმართებოდა, იბარებდნენ, რატო ახლა? იმიტომ რომ ეს ადგილი ძალიან ისეთი რა გითხრათ, ძალიან ნაყოფიერ ადგილას არის. თვითონ კორპუ ისეთი კონძულია იქ, ყოველი კვადრატული სანტიმეტრი რაღაცა ძალიან ძვირი ღირს მიწის. ამას ახლა ამ მონასტერს დიდი მიწები ეკუთვნოდა. და მოკლედ ამ მიწებს აჭრიდნენ და აჭრიდნენ. დღესაც ესე იგი სასაფლაო არის, რომელიც პირდაპირ შემოჭრილი არის, მაგათ კედელი აშენებული და გრძელდება დღემდე ეს, რომ გასაფლავებენ ვიღაცებს რაღაცა და მოკლედ ეს იყო შევიწროება. გარდა ამისა, კიდევ ესე იგი ისევ ეს დაცინვა, ისევ რაღაცა მოკლედ და შური რას თქარია ადგილობრივი მოსახლეების, იმიტომ რომ თვლიდნენ, რომ ამ ერთი ადამიანი ცხოვრობდა მე ხო დაემატენ ეს 6 თუ 7 მონაზონი იყო სულ მეტი კი არა და რომ ამათ ეს მიწები არ მჭირდებათ, არ ეკუთვნით რაღაცა რა მოკლედ ამ მიწებზე იყო დავა. მოკლედ ეს იყო მთელი განსაცდელი აქაურობის. ეხლა რაც შეეხება თვითონ ანასტასია როგორი ადამიანი იყო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაცა ისეთი საოცარი ამბები უნდა გითხრათ რა. მოკლედ საოცრად ზრუნველი, მლოცველი და კიდევ ესე იგი ეს იყო ფაქტიურად მოძღვარი. მთელი იმ ხარის. იქიდან ყველანი მოდიოდნენ, შევას ეკითხებოდნენ, თხოვდნენ დახმარებას. თვითონ ხო ძალიან გაჭირვებული იყო, ეხლა არ ქონდა ხო ეს მატერიალურად და ყველას ეხმარებოდა და რას ეკეთებდა, ეხლა ეს საოცარი ამბავი უნდა გითხრათ, რაც დღემდე გრძელდება. ესე იგი ეს უნდა გაჩვენოთ კიდევ ერთი ანასტასიას საფლავი, ეს არის სასაფლაოა თვითონ იქ მონასტერში, აი ეს არის ანასტასიას საფლავი თუ ჩანს კარგად, აი ეს მინდა რომ ნახეთ, აი ჯვრის ქვეშ კენჭები ყრია. ეს არის ხა ძალიან მნიშვნელოვანი რაც უნდა გითხრათ. მოკლედ ესე იგი ანასტასიასთან ვინმე რომ მივიდოდა, ესე იგი ეს ლოცულობდა რომ იმას ის თხოვნა შესრულებოდა. და როგორც წესი ანასტასიას ლოცვით ყველა თხოვნა სრულდებოდა, მაგრამ იყო ხანდახან შემთხვევები, როდესაც არ სრულდებოდა თხოვნა და ეს კენჭებს დაყრიდა ხატების წინ და ამ კენჭებზე დგებოდა მუხლებით და უფალს ეუბნებოდა, თხოვდა რომ შეესრულებინა და სანამ არ შესრულდებოდა, არ გადმოდიოდა ამ კვებიდან და ხშირად სისხლის დიოდა ფეხებიდან. ესე იგი სისხლამდე, სისხლი გამოდიოდა ფიზიკურად და ამ კენჭებზე იდგა და ლოცულობდა. და ფაქტიურად ყველა თხოვნა, რომელსაც ანასტასიას თხოვდი, ყველაფერი სრულდებოდა, რა თქმა უნდა, გონივრულ თხოვნებზე ალაპარაკე. მოკლედ ესე გაატარა ანასტასიამ თავისი ცხოვრება, უკვე ასაკში იყო და სულ სისუსტე ხო, კიდევ არ მithქვამს ესე იგი, რომ მისი სენაკია დღემდე შემორჩენილი, მისი საწოლი, ოღონდ საწოლზეც არ იწვა, ძირს იწვა ხოლმე და ეს ეძინა და ქვარი კიდე შემორჩენილი, როგორც აი დახოთ ამ ზომის ქვარი, წაგრძელებული, რომელიც ბალიშის მაგერად, რომელზეც ედო თავი და მოკლედ ესე ცხოვრობდა და ბოლოს უკვე რო იგრძნო აღსასრულის მოახლოვება, უკვე ესე იგი სექტემბრის დასაწყისია და უკვე ლოგინათ არის რა ჩავარდნილი და მასთან მოვიდა სტუმრად მიტროპოლიტი. ესე იგი საერთოდ სასულიერო პირებიც მინდა გითხრათ, რომ მაინდა-მაინც არ წყალობდნენ ამას და რაღაცა ესე უყურებდნენ. რაღაცა რა ვიცი. ყველა არა, რა თქმა უნდა, ეს მამაკბოლი გარბე ხშირად დადიოდა, მაშინ გონივრდელიც არ იყო და
ხშირად მოინახულებდა ხოლმე და მოკლედ მიტროპოლიტი, კორფუს მიტროპოლიტი, ეს ნიშნავს, რომ პირველი მოვიდა, მოინახულა, დაალოცა და ეს იყო ანასტასიასთვის აი რაღაცა საოცარი სიხარული არ წარმოუდგენელი იყო მისთვის, რომ აი მიტროპოლიტი მოვიდა პირადად მასთან და დაალოცა. და გავიდა ცოტა ხანი კიდე პოლიკარპე ერქვა მიტროპოლიტს მაშინ და ამ მიტროპოლიტს რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ გამოცხადება ჰქონდა და მივიდა ანასტასიასთან უკვე სიკვდილის პირას იყო და ანასტასია აღკვეცა მონაზვნად. ნუ დიდი სქემის მეგბერძნებელს აკეთებენ საერთოდ და თვითონ მოიხსნა ეს სქემა დიდი სქემის მატარებელი მონაზვნს ყველას აი ეგ რაღაცა გამოსახულება ნაჭერი სპეციალური და მოკლედ ეს სქემა მოიხსნა და ანასტასიას გაუკეთა და აი ამ სქემაში გარდაიცვალა ამბროსია და ერქვა ამბროსია. და ეხლა რა მოხდა მე მოხდა კიდე ამბები. რაღაცა კიდე უნდა გაჩვენოთ ეხლა მე წვინა ნაწილი გვაქვს ანასტასიასი და ამ შერაცხამდე როგორც კი ამოიყვანეს, ესე იგი, მოკლედ მამა პოლიკარპემ გაგვიზიარა ეს სიწმინდე რა. ეხლა გაჩვენებთ. ეხლა რა მოხდა? მოკლედ ესეთი რამე შეამჩნიეს, რომ ანასტასია დაასაფლავეს და ეს კენჭები დაყარეს ცხადია მისაფლავზე, იმიტომ რომ აი ამ კენჭებით ლოცულობდა და მე რო ჩავედი ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ესეთი რაღაცა მითხრეს, რომ ესეთი არსებობს ესეთი გადმოცემა, რომ სამი კენჭი უნდა აიღო იმ საფლავიდან. სამი კენჭი და სთხოვ ანასტასია შეგდა წაიღო ეს სამი კენჭი. სთხოვ და ესე იგი ეს თხოვნა აუცილებლად შეგისრულდება. ნუ უნდა გჯეროდეს რა თქმა უნდა. და როცა შეგისრულდება ეს თხოვნა ესეთი წესია, რომ ეს სამი კენჭი უნდა დააბრუნო უკან საფლავზე. აი ამ პირობით მოგაქ მოკლედ ეს სამი კენჭი საოცარ ამბავს გიყვებით. ნუ როდესაც ეს ამბავი მოხდა, ეს რომ ამიხსნეს და იქ რო ვიყავი, 2-3 კენჭი წამოვიღე. 2-3 კენჭი წამოვიღე. ესე იგი, ერთი ჩემი პირადი თხოვნა მქონდა, ძალიან მძიმე ავადმყოფის განკურნებაზე, ნუ აი გადადებული ეხლა დეტალებს აღარ მოგიყვებით. და მეორე 3 კენჭი წამოვიღე, მაშინ ახალი დაწყებული ქონდა ჩვენ ლოცვა პატრიარქისთვის, რომ მისი 50 წლის იუბილეს ერთად შევხვდეთ რა. და 3 კენჭი წამოვიღე პატრიარქისთვის, რომ აი პატრიარქი, ესე იგი, თანიქ მე ზეთისხილის მთელი ალეა იქა და იქიდან ზეთი ჩამოუტანე და მოკლედ ეს 3 კენჭი წამოვიღე, რომ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად შევხვდეთ, 2 წელი დაგვრჩა, სულ 2 წელიწადზე ნაკლები ლამის და მოკლედ ესე იგი ესე და პატრიარქს მოუყევე სამბავი რომ ესე თქვენთვის 3 კენჭი მაქვს დამღებული მომიტანე მომითხრა მეუთხარი თქვენ უწინესო შევინახავ და რა არა მომიტანეო მეუთხარი უნდა დაბრუნდეს მეთქი ეს კენჭები 50 წლის იუბილე რო შეგიხო და ერთად წავიდეთ თუ მეუთხარი თუ ხა მე ეს ბედნიერება მხდება წილით რომ თქვენ კორპუსზე წახვალ და მე ჯგუფში აღმოჩნდები და მე თქვენთან ერთად ვიქნები ჩემზე ბედნიერი ვინ იქნება ადამიანი მოკლედ ეს 3 კენჭი გადავეცი პატრიარქს და რამდენიმე წელია ინახავს ამ 3 კენჭს და იქ არის ახლა საპატრიარქოში და არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩვენ ლოცულობთ ჩვენი პატრიარქისთვის, ასმეორე ფსალმოს კითხულობთ, რომ 50 წლის იუბილეს მასთან ერთად შევხვდეთ და წმინდა ანასტასიას მეთხოვე მაშინ და ეს კენჭები ჩამოვიდა. ის თხოვნა მეორე, ჩემი პირადი თხოვნა შემისრულდა. და აღარ მახსოვს გონი 2 წლის წინ იყო, სპეციალურად ჩავედი კორპუსზე ამ კენჭების უკან დასაბრუნებლად. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიკვირდა რა, ძალიან გამიკვირდა ერთი რაღაცა, რომ ნუ ძალიან გაუხარდა ყველას იქ ჩემი ჩასვლა, მამა პოლიკარპესაც, მიტროპოლიტსაც, ეს კიდე ცალკე ისტორიული პიროვნებაა, დღეს ვინც არის მიტროპოლიტი კორპუსი და მოკლედ მივედი და დავაბრუნე, მადლობა შევწირე და რა ვიცი როგორ წესდარიგია ისეთნაირად და
და აღმოჩნდა რომ ეს ხშირი შემთხვევები არ არის თურმე ისე ხალხს უსრულდება რა თხოვნა და ეს კენჭებს არ აბრუნებენ თუ რა ვიცი რა ხდება რა მოკლედ დავაბრუნე და კიდე წამოვიღე კიდე მაქვს ერთი თხოვნა ეხლა ამას უკვე დეტალებს აღარ მოგიყვები და კენჭებს გაჩვენებთ აი კენჭები ესეთებია დაახლოებით მარმარილოსია თუ არ ვცდები ჩანს ხო აი ესეთებია აი ხედავთ ხო აი ესეთი მარმარილო ჭყინავს ხელში პირდაპირ მოთხოვ თქვენ ამას ვერ დაინახავთ აი ესეთი სამი კენჭია ვინახავ და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს თხოვნა ჩემი სრულდება და ვისთვისაც ვინახავ ამ კენჭებს ვისთვისაც ვცდილობ იმ ადამიანთან ერთად იმედი მაქვს რომ ჩავალ და დავაბრუნებ ჯანმრთელობისთვის ვცდილობ პირველ რიგში ნუ ეს გაჩვენეთ ესე იგი ეს ხის ეს კიდევ ერთხელ გაჩვენებთ აი ამ ზეთისხილის ხიდან სადაც ის ცხოვრობდა და ლოცულობდა და კიდევ უნდა გაჩვენოთ ეს მამა პოლიკარპემ გადმოუცა საჩუქრად აი სანაწილე ნახეთ როგორი სანაწილეა ეს არის წითელი რომელიც არის წმინდა ნაწილები ჩანს ხო ასე დავფარო ხელი აი ხა ჩანს ნამცეცებია წითელში არის წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი აი ეს ხატით შემდეგ დავახატინეთ შეიქმნა ეს ხატი და აქ არის მწვანეში წმინდა ანასტასიას ამოვიღებ შემიძლია ამის ამოღება საკმაოდ დიდი ფრაგმენტია ნახეთ ანასტასიას აი ესეთი და მე კიდე მოგვიანებით გამომიგზავნეს უფრო სწორედ ჯერის სანაწილე გადმომცეს და მე გამომიგზავნეს ხატი აი ეს ხატი ფოტოს მიხედვით არის გაკეთებული და აი აქ არის წმინდა ანასტასიას წმინდა ნაწილები ხედავთ ხო აი ესე ალბათ აი ნამცეცებია შეკეთ აი ეს არის წმინდა ანასტასია პირდაპირ ფოტოს მიხედვით ფოტო არის გადმოტანილი ხატზე მოკლედ უდიდესი წმინდანია ჩვენი დროის ჩვენი თანამედროვე და რაც მე პირადად შემიძლია დავამოწმო რომ წმინდა ანასტასიამ ძალიან დიდი თხოვნა პირადად მე შემისრულა და აიგერ სულ წელიწადში იმედია რომ ერთად აღნიშნავთ პატრიარქის იუბილეს 50 წლის მასთან ერთად და გამოვა რომ ეს თხოვნა შეგვისრულა წმინდა ანასტასიამ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღეს ვიზე ვისაუბრეთ უპირველეს ყოვლისა დღეს ეფიგენია ქალწულზე ვისაუბრეთ რომელიც მათე მოციქულთან ერთად მასთან არის დაკავშირებული და იმ ეთიოპიაში პირობითად რო ვთქვათ მეფის ქალიშვილი იყო და ამ ეთიოპიის ამ ხარის მე ვფიქრობ რომ ეს არის მაშინდელი ქუშის სამეფო ამათი მოქცევა მასთან არის დაკავშირებული შემდეგ ვისაუბრეთ წმინდა ემერამზე რეგენსბურგის ეპისკოპოსზე და შემდეგ ბოლოს ვისაუბრეთ წმინდა ანასტასია ფეხშიშველზე და შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი